წარმოიდგინეთ, რომ კოსმოსში ერთი წამით გადიხართ. თქვენი სხეული დაუყოვნებლივ დაიწყებს გაკინვას. არანელა, არა თანდათან. თქვენი კანის ზედაპირი მაშინვე მიაღწევს -270 გრადუს ცელსიუსით. ეს არის იმაზე ცივი, ვიდრე ყველაზე ცივი ადგილი დედამიწაზე. ეს არის იმაზე ცივი, ვიდრე ანტარქტიდის ყველაზე უხეში ზამთარი. და ახლა აირა საოცარია. მზე იქვეა. დედამიწაზე 10 ჯერ უფრო ახლოს, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს. იგი ასხივებს 44 ოქტილიონ ვატს ენერგიას ყოველ წამში. ეს არის 44-ის შემდეგ 27 ნული. ასე რომ თუ მზე ასე ძლიერად ანათებს, როგორ შეიძლება კოსმოსი იყოს ასე სასიკვდილოდ ცივი? პასუხი არის ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი თვისება სამყაროს შესახებ, რაც ოდესმე აღმოაჩინეს ფიზიკოსებმა. ეს თვისება არღვევს ყველაფერს, რასაც ჩვენ გრძნობთ სითბოს შესახებ. იგი არის მიზეზი, რის გამოც თქვენ შეგიძლიათ იჯდეთ სახლში გათბობილი და კომფორტული, ხოლო კოსმოსი მხოლოდ რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით გაკინავს ყველაფერს მკრისიერად. მეცნიერები მას უწოდებენ ვაკუუმის თერმულ იზოლაციას. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური ტერმინი. ეს არის ფუნდამენტური კანონი, რომელიც განსაზღვრავს, რატომ არის სამყარო ისეთი, როგორიც არის. დაფიქრდით, როგორ მუშაობს სითბო დედამიწაზე. როდესაც შენთან ახლოს ისხით ცეცხლთან, თქვენ გრძნობთ სითბოს. არა იმიტომ, რომ ცეცხლი აგზავნის რაღაც უხილავ ნივთიერებას თქვენამდე, არა იმიტომ, რომ ჰაერი თავისთავად თბება. სიმართლე უფრო რთულია და უფრო მოულოდნელი. სითბო გადადის სამი გზით: გამტარობით, კონვექციით და გამოსხივებით. გამტარობა ხდება, როდესაც მოლეკულები უშუალოდ ეხებიან ერთმანეთს და ასხივებენ ენერგიას. კონვექცია ხდება, როდესაც თბილი ჰაერი ან თხევადი მოძრაობს და გადაჰქონდება სითბოთან. გამოსხივება ხდება, როდესაც ობიექტები ასხივებენ ინფრაწითელ მოლეკულებს პირდაპირ სივრცეში. დედამიწაზე ყველა სამი მეთოდი მუშაობს ერთად. როდესაც ქვაბში დგება წყალი, ცეცხლი ათბობს ლითონს გამტარობით. წყალი ადუღდება კონვექციის გამო. თქვენ გრძნობთ სითბოს გამოსხივების გამო. მაგრამ კოსმოსში არის ერთი გიგანტური პრობლემა. არ არსებობს ჰაერი. არ არსებობს მოლეკულები, რომლებიც შეეხებიან ერთმანეთს. არ არსებობს არაფერი, რაც შეიძლება გაათბოს გამტარობით ან კონვექციით. რჩება მხოლოდ გამოსხივება. და გამოსხივება არის გაცილებით ნელი პროცესი, ვიდრე სხვა ორი მეთოდი. აი სად იწყება რეალური საოცრება. წარმოიდგინეთ მზე როგორც გიგანტური ბურთი ცეცხლისა, რომელიც ასხივებს უზარმაზარ რაოდენობით ენერგიას ყოველ მიმართულებით. ეს ენერგია მოძრაობს სინათლის სიჩქარით. იგი კვეთს 30 მილიონ კილომეტრს 8 წუთში და აღწევს დედამიწას. როდესაც ეს ენერგია ხვდება ატმოსფეროს, ნაწილი იწოვება, ნაწილი იბზარება უკან, ხოლო ნაწილი აღწევს ზედაპირს და ათბობს ოკეანეებს, მიწას, ქალაქებს და ყველაფერს სხვა. მაგრამ უფსკროლში, მზესა და დედამიწას შორის არ არის არაფერი, რაც შეიძლება გათბოს. ფიზიკოსები ამას უწოდებენ გაცივების პრობლემას. თუ ობიექტი ცხელია და გარშემორტყმულია ვაკუუმით, მას არ შეუძლია სწრაფად გათბოს თავისი გარემო, რადგან არ არსებობს გარემო გასათბობად. ერთადერთი რაც შეუძლია არის ნელა გამოასხივოს ინფრაწითელი ენერგია. ეს არის მიზეზი, რის გამოც კოსმოსური ხომალდები, რომლებიც მოძრაობენ მზის მხარეს, შეიძლება ერთ მხარეს გაცხელდეს 200 გრადუსამდე, ხოლო მეორე მხარეს გაიყინოს -130 გრადუსამდე. არ არის გზა, რომ სითბო სწრაფად გადანაწილდეს. ახლა გადავიდეთ ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ მოვლენაზე კოსმოსში – მზის ქარი. ეს არის ნაკადი დამუხტული ნაწილაკებისა, რომლებიც ასხივებს მზე ყოველ წამში. ეს ნაწილაკები მოძრაობენ საშუალოდ 400 კილომეტრზე წამში. ისინი შედგება ძირითადად პროტონებისა და ელექტრონებისაგან და წარმოადგენენ გიგანტურ ნაკადს ენერგიისა. ყოველ წამში მზე ასხივებს დაახლოებით 1 მილიონ ტონა მატერიას მზის ქარის სახით. ეს არის 1 მილიონი ტონა პროტონებისა და ელექტრონებისა, რომლებიც იმგზავრებიან კოსმოსში. მაგრამ აირა მოულოდნელია. მზის ქარი თავისით არ გაათბობს კოსმოსს. ეს ნაწილაკები მოძრაობენ ასე სწრაფად და ისინი ასე იშვიათად ნაწილებულია, რომ ისინი პრაქტიკულად არ ეჯახებიან ერთმანეთს. წარმოიდგინეთ გიგანტური სტადიონი, სადაც მხოლოდ 10 ადამიანია. თუნდაც ისინი იმყოფებოდნენ სწრაფად, ისინი იშვიათად დაეჯახებოდნენ ერთმანეთს. ზუსტად ასე მუშაობს მზის ქარი. ნაწილაკები არიან იქ, მაგრამ მათ შორის მანძილი ისეთი დიდია, რომ გადაცემა სითბოსი პრაქტიკულად არ ხდება. 1558 წელს გერმანელმა ფიზიკოსმა ოტო ფონ გერიკემ შექმნა პირველი ვაკუუმური ტუმბო. მან აჩვენა, რომ ჰაერის გარეშე ბგერა არ გადადის, მაგრამ მას ასევე შეამჩნია რაღაც უფრო მოულოდნელი. ობიექტები, რომლებიც იყო ვაკუუმში, რჩებოდნენ თბილები გაცილებით უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ობიექტები ჰაერში. ეს იყო პირველი ექსპერიმენტული მტკიცებულება იმისა, რომ ვაკუუმი არის პერფექტული იზოლატორი.
ოტო ფონ გერიკი არ იცოდა ამის მიზეზი, მაგრამ მან აღმოაჩინა ფუნდამენტური პრინციპი. სითბო საჭიროებს მატერიას, რომ გადაეცეს. 200 წელს მოგვიანებით, მე-19 საუკუნის ბოლოს, მეცნიერებმა დაიწყეს გაზომა კოსმოსის ტემპერატურის. ისინი აღმოაჩინეს რაღაც შოკის მონგრელი. კოსმოსი არ იყო აბსოლუტურად ცივი. იგი იყო დაახლოებით -270 გრადუსზე ცელსიუსით. ეს არის 2 კელვინი და 7 გრადუსი აბსოლუტური ნულის ზემოთ. აბსოლუტური ნული არის ყველაზე დაბალი შესაძლო ტემპერატურა, სადაც ყველა მოლეკულური მოძრაობა ჩერდება. მაგრამ კოსმოსი მაინც ცოტა თბილია ვიდრე ეს. რატომ? პასუხი აღმოაჩინეს მე-20 საუკუნის შუა წლებში, როდესაც ორმა ამერიკელმა ფიზიკოსმა, არნო პენზიასმა და რობერტ ვილსონმა აღმოაჩინეს კოსმიური მიკროტალღური ფონური გამოსხივება. ეს არის რადიაცია, რომელიც ავსებს მთელ სამყაროს და მოდის დიდი აფეთქების დროიდან. ეს რადიაცია არის ნაშთი ენერგიისა, რომელიც შექმნა სამყარო 14 მილიარდი წლის წინ. იგი გააჩნია ტემპერატურა ზუსტად 2 კელვინი და 7 გრადუსი. ეს არის მიზეზი, რის გამოც კოსმოსი არ არის აბსოლუტურად ცივი. იგი ინახავს ნაშთ სითბოს დიდი აფეთქებიდან. მაგრამ აი რა არის მნიშვნელოვანი. ეს ფონური სითბო არის უზარმაზრად დაბალი. ის ნიშნავს, რომ კოსმოსი არის თითქმის ყველაზე ცივი ადგილი, რაც შეიძლება არსებობდეს. მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი არსებობს. ზოგიერთი ლაბორატორია დედამიწაზე შეძლო ტემპერატურის შემცირება კოსმიურ ფონურ ტემპერატურაზე დაბლა. მაგრამ ბუნებაში კოსმოსი არის ყველაზე ცივი გარემო, გარდა ზოგიერთი უკიდურესად იშვიათი ადგილისა. წარმოიდგინეთ ისევ მზე. იგი გამოსხივავს 400 ოქტილიონ ვატს ენერგიას ყოველ წამში. ეს ენერგია ვრცელდება ყველა მიმართულებით სფეროში. რაც უფრო შორს მიდიხარ მზისგან, მით ნაკლები ენერგია აღწევს რომელიმე კონკრეტულ წერტილს. დედამიწა იღებს მხოლოდ მიკროსკოპულ ნაწილს ამ ენერგიისგან. დანარჩენი კი უბრალოდ მიემართება უსასრულობისკენ, ვრცელდება კოსმოსში და არასოდეს აღწევს არც ერთ ობიექტს. ახლა დავუსვათ კითხვა, რომელიც შეიძლება ჟღერდეს უცნაურად. სად წავა ეს სითბო? როდესაც მზე ასხივებს ფოტონებს კოსმოსში, ისინი მოძრაობენ სამუდამოდ, თუ არ დაეჯახებიან რაიმეს. ზოგიერთი ფოტონი აღწევს პლანეტას, ზოგიერთი აღწევს ასტეროიდს, ზოგიერთი აღწევს მთვრის ნაწილაკს, მაგრამ უმეტესობა მათგანისა არასოდეს აღწევს არაფერს. ისინი უბრალოდ მოძრაობენ მილიარდობით წლების განმავლობაში, კვეთენ გალაქტიკებს, კვეთენ უფსკრულს და ისინი არასოდეს გადაიქცევიან სითბოდ, რადგან არ არსებობს არაფერი, რაც შეიძლება გააცხელონ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა პარადოქსი თერმოდინამიკაში. ენერგია არ იკარგება, იგი მხოლოდ იცვლება ფორმას. მაგრამ კოსმოსში ენერგია შეიძლება გაქრეს პრაქტიკულად ნებისმიერი გამოყენებადი ფორმიდან. ფოტონები ვრცელდებიან სამუდამოდ, მათი ენერგია მცირდება, რადგან სამყარო ფართოვდება და საბოლოოდ ისინი ხდებიან იმდენად სუსტები, რომ პრაქტიკულად აღარაფერს აკეთებენ. ახლა გადავიდეთ კიდევ უფრო გასაოცარ დეტალზე. დედამიწის ატმოსფერო იცავს ჩვენ არა მხოლოდ მზის რადიაციისგან, არამედ აგრეთვე კოსმოსის ცივისგან. ატმოსფერო მოქმედებს როგორც იზოლაციის ფენა. იგი იჭერს სითბოს და არ აძლევს მას გაიქცეს კოსმოსში. მაგრამ ეს არის დელიკატური ბალანსი. დედამიწა იღებს დაახლოებით 10 ბილიონ ქუათბილიონ ვატს ენერგიას მზისგან ყოველ წამში. იგი ასევე ასხივებს თითქმის ზუსტად იმავე რაოდენობას უკან კოსმოსში, როგორც ინფრაწითელ დამოსხივებას. თუ დედამიწა ასხივებდა ნაკლებს, ის თანდათან თბებოდა. თუ ის ასხივებდა მეტს, ის თანდათან ციოდა. ბალანსი არის ზუსტად იქ, სადაც შენარჩუნებულია საშუალო გლობალური ტემპერატურა დაახლოებით 15 გრადუსზე ცელსიუსით. ეს არის მიზეზი, რის გამოც დედამიწა არის სასიცოცხლო ზონაში. არც ისე ცხელი, როგორც ვენერა, სადაც ატმოსფერო იჭერს ძალიან ბევრ სითბოს, არც ისე ცივი, როგორც მარსი, სადაც ატმოსფერო არის ძალიან თხელი, რომ შეინარჩუნოს საკმარისი სითბო. ფიზიკოსები უწოდებენ ამ პროცესს რადიაციულ ბალანსს. ეს არის ფუნდამენტური კანონი, რომელიც განსაზღვრავს ყველა პლანეტის ტემპერატურას. იუპიტერის მთვარე ევროპა არის დაფარული ყინულის ფენით, რადგან იგი იღებს მხოლოდ მცირე ნაწილს მზის ენერგიისგან. მაგრამ მისი შიდა ოკეანე შეიძლება იყოს თხევადი, რადგან მას აქვს შიდა სითბო, რომელიც მოდის მიმზიდველობითი ტრიალის გამო. მერკური, რომელიც არის ყველაზე ახლოს მზესთან, აღწევს 500 გრადუს ცელსიუსით ტრის მხარეს, მაგრამ ეცემა -190 გრადუსამდე ღამის მხარეს, რადგან მას არ აქვს ატმოსფერო, რომ შეინარჩუნოს სითბო. ახლა მოდით განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი კითხვა. რა მოხდება თუ თქვენ გახვალთ კოსმოსში, სკაფანდრის გარეშე? უმეტეს ადამიანებს მიაჩნიათ, რომ თქვენ მყისიერად გაყინული იქნებით, მაგრამ ეს არ არის ფლაც სწორი. სინამდვილეში თქვენ გაყინული არ იქნებით მყისიერად. პირველი პრობლემა იქნება ვაკუუმი. თქვენი ფილტვებიდან ჰაერი გამოვა.
თქვენი სისხლში რჩებული აირები დაიწყებენ გაფართოებას. თქვენ დაკარგავთ შეგნებას 10-დან 15 წამში, მაგრამ გაკინვა მოხდება უფრო ნელა. რატომ? რადგან თქვენი სხეული არის დაფარული წყლითა და ორგანული მატერიით, რომელსაც შეუძლია გამოასხივოს სითბო მხოლოდ ინფრაწითელი გამოსხივების გზით. ეს არის ნელი პროცესი. თქვენ თანდათან გაციოდით რამდენიმე საათის, ან თუნდაც დღის განმავლობაში, მაგრამ არა მყისიერად. ეს არის მიზეზი, რის გამოც ასტრონავტები, რომლებიც მუშაობენ გარეთ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ატარებენ სპეციალურ სკაფანდრებს, რომლებსაც აქვს აქტიური გაცივების სისტემები. პრობლემა არ არის კოსმოსის ცივი. პრობლემა არის ის, რომ მათი სხეულები აწარმოებენ სითბოს მუშაობისგან და ამ სითბოს არ შეუძლია სწრაფად დატოვება. ახლა წარმოიდგინეთ გიგანტური კოსმოსური ხომალდი, რომელიც მიემართება მარსისკენ. ეს ხომალდი იქნება ორი მხარით. ერთი მხარე მზისკენ, მეორე მხარე ბნელისკენ. მზის მხარე მიიღებს უზარმაზარ რაოდენობით ენერგიას და გაცხელდება 200 გრადუსამდე ან მეტამდე. ბნელი მხარე გააცივებს მხოლოდ გამოსხივების გზით და ეცემა -130 გრადუსამდე ან ქვემოთ. განსხვავება შეიძლება იყოს 400 გრადუსზე მეტი ორ მხარეს შორის. ინჟინრები, რომლებიც აპროექტებენ კოსმოსურ ხომალდებს, უნდა გადაჭრან ეს პრობლემა. ისინი იყენებენ რადიატორებს, რომლებიც სპეციალურად გამოსხივებენ სითბოს კონტროლირებად გზით. ისინი ასევე იყენებენ როტაციას, რომ სითბო თანაბრად გადანაწილდეს. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს აქვს გიგანტური პანელები, რომლებიც ასრულებენ ორ ფუნქციას. ისინი აგროვებენ მზის ენერგიას ელექტროენერგიის წარმოებისთვის და ისინი ასევე გამოსხივებენ ჭარბ სითბოს. ჭარბ სითბოს, რომ სადგური არ გაცხელდეს ზედმეტად. და აქ ჩვენ ვახცევთ ფუნდამენტურ შეკითხვამდე. რატომ აქვს სამყაროს ასეთი სტრუქტურა, სადაც სითბო არის იშვიათი და ცივი არის ნორმა? რატომ არ არის კოსმოსი სავსე თბილი, სასიამოვნო ადგილებით, სადაც ენერგია თანაბრად არის გადანაწილებული? პასუხი დაკავშირებულია თერმოდინამიკის მეორე კანონთან და ენტროპიის კონცეფციასთან. რა არის ენტროპია და რატომ არის ის საკვანძო იმის გასაგებად, რატომ კოსმოსი რჩება ამდენი ცივი? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იდეა მთელ ფიზიკაში და მისი გააზრება ცვლის ყველაფერს, რასაც ჩვენ გვგზნობთ სამყაროს შესახებ. წარმოიდგინეთ ოთახი, სადაც ყველა თბილი ჰაერის მოლეკულა კონცენტრირებულია მხოლოდ ერთ კუთხეში, ხოლო დანარჩენი ოთახი გაკინულია. ეს ასეთი მდგომარეობა არასოდეს მოხდება თავისთავად, რადგან სამყარო ბუნებრივად მიისწრაფვის უფრო თანაბარი განაწილებისკენ. ენტროპია არის ზომა იმისა, თუ რამდენად არის ენერგია გაფანტული და გაუწესრიგებელი. რაც უფრო მაღალია ენტროპია, მით უფრო ნაკლებია სასარგებლო ენერგია, რომლითაც შეიძლება რაიმე გაკეთდეს. სამყარო როგორც მთლიანობა, მუდმივად მიისწრაფვის უფრო მაღალი ენტროპიისკენ. ეს არის თერმოდინამიკის მეორე კანონი. ეს კანონი ამბობს, რომ დახურულ სისტემაში ენტროპია არასოდეს მცირდება თავისთავად. იგი მხოლოდ იზრდება ან რჩება მუდმივი. ეს ნიშნავს, რომ სითბო ყოველთვის მიედინება ცხელი ადგილიდან ცივისკენ, ხოლო არა პირიქით. ეს არის მიზეზი, რის გამოც კავა ციოდა, კონდიციონერები მოითხოვს ენერგიას და სამყარო მთლიანობაში მიისწრაფვის თერმული თანასწორობისკენ, სადაც ყველაფერი იქნება ერთი და იგივე ტემპერატურის. მაგრამ კოსმოსში ეს პროცესი მიმდინარეობს არაჩვეულებრივ ნელი ტემპით. რატომ? რადგან კოსმოსი არ არის ნამდვილად დახურული სისტემა და რადგან მანძილები ისეთი გიგანტურია, რომ ენერგია სჭირდება მილიარდობით წელი, რომ გავრცელდეს. წარმოიდგინეთ ორი ვარსკვლავი, რომლებიც დაშორებული ერთმანეთისგან 10 სინათლის წლით. პირველი ვარსკვლავი ასხივებს ფოტონებს. ეს ფოტონები მოტონები მოძრაობენ სინათლის სიჩქარით, რაც ნიშნავს, რომ მათ სჭირდებათ 10 წელი, რომ მიაღწიონ მეორე ვარსკვლავს. მაგრამ მეორე ვარსკვლავის ზედაპირის ფართობი ასე მცირეა კოსმოსურ მასშტაბებში, რომ უმეტესობა ფოტონებისა უბრალოდ გაივლის გვერდით და გააგრძელებს მოგზაურობას სამუდამოდ. ეს ნიშნავს, რომ მზის მიერ გამოსხივებული ენერგიის უზარმაზარი უმრავლესობა არასოდეს აღწევს არანაირ ობიექტს. იგი უბრალოდ გადადის უსასრულობაში, ვრცელდება უფრო და უფრო დიდ ტერიტორიაზე და ხდება უფრო და უფრო სუსტი. ახლა დაუბრუნდეთ კოსმიურ მიკროტალღურ ფონურ გამოსხივებას, რომელიც აღმოაჩინეს პენზიასმა და ვილსონმა 1965 წელს. ამ აღმოჩენამ არა მხოლოდ დაადასტურა დიდი აფეთქების თეორია, არამედ გამოავლინა რაღაც კიდევ უფრო ფუნდამენტური. მთელი სამყარო ივსება ამ ფონური რადიაციით, რომელსაც აქვს ტემპერატურა ზუსტად 2 კელვინი და 7-10 გრადუსი. ეს რადიაცია არის ნაშთი იმ ძალიან ცხელი მდგომარეობიდან, როცა სამყარო იყო მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი წლის ასაკის. იმ დროს მთელი სამყარო იყო ერთი გიგანტური პლაზმა, ნათელი, ცხელი და ძალიან მკვრივი. მაგრამ სამყარომ დაიწყო გაფართოება. რაც უფრო ფართოვდებოდა სამყარო, მით უფრო ციოდა. რატომ? რადგან ენერგია ვრცელდებოდა უფრო დიდ მოცულობაში.
წარმოიდგინეთ ჰაერით სავსე ბუშტი. როდესაც თქვენ აბერთ ბუშტს, ჰუშტს ჰაერი შიგნით ფართოვდება და ციოდა. ზუსტად ასეა სამყაროსთანაც. დიდი აფეთქებიდან 14 მილიარდი წლის შემდეგ ის გაცივდა 2 კელვინამდე და 70 გრადუსამდე. ეს არის გასაოცრებად დაბალი ტემპერატურა, მაგრამ არა აბსოლუტური ნული. აბსოლუტური ნული არის -273 გრადუსი და 15 მიასედი ცელსიუსით, ანუ ზუსტად 0 კელვინი. ამ ტემპერატურაზე ყველა თერმული მოძრაობა ჩერდება, ატომები აღარ ვიბრირებენ, ელექტრონები აღარ ტრიალებენ, ყველაფერი გაკენულია სრულ სიმშვიდეში. მაგრამ თერმოდინამიკის მესამე კანონის თანახმად შეუძლებელია მიაღწიო აბსოლუტურ ნულს პრაქტიკაში. ყოველთვის რჩება რაიმე ნაშთი ენერგია, ყოველთვის რჩება რაიმე მოძრაობა. მეცნიერები ცდილობდნენ მიაღწიონ რაც შეიძლება ახლოს აბსოლუტურ ნულთან და მიაღწიეს შთამბეჭდავ შედეგებს. 1995 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მეცნიერებმა შეძლეს ნატრიუმის ატომების გაციება მილიარდად 1 კელვინამდე. ეს არის 1 კელვინი გაყოფილი მილიარდზე. ეს არის გაცილებით უფრო ცივი ვიდრე კოსმოსი. ეს არის ყველაზე ცივი ტემპერატურა, რაც ოდესმე მიღწეულა სამყაროში, რამდენადაც ჩვენ ვიცით. რა ხდება ასეთ ულტრაცივ ტემპერატურებზე? ატომები იწყებენ ქცევას მოულოდნელი გზებით. ისინი ქმნიან ახალ მდგომარეობას მატერიისა, რომელსაც ეწოდება ბოზე-აინშტაინის კონდენსატი. ამ მდგომარეობაში ათასობით ატომი იქცევა როგორც ერთი გიგანტური კვანტური ობიექტი. ისინი კარგავენ თავიანთ ინდივიდუალურობას და ქმნიან სუპერატომს, რომელსაც აქვს ქცევა, რომელიც შეუძლებელია ნორმალურ ტემპერატურებზე. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფიზიკოსები ცდილობენ შექმნან რაც შეიძლება ცივი გარემო. ისინი სწავლობენ კვანტურ მექანიკას, სწავლობენ როგორ იქცევა მატერია ულტრაცივ ტემპერატურებზე და ცდილობენ გაიგონ ფუნდამენტური კანონები, რომლებიც აკონტროლებენ სამყაროს. მაგრამ კოსმოსი არ არის ასეთი ცივი, რადგან მას აქვს ფონური გამოსხივება დიდი აფეთქებიდან და რადგან მას აქვს ვარსკვლავები, რომლებიც მუდმივად ასხივებენ ენერგიას. ახლა დავსვათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა. როგორ იზომება კოსმოსის ტემპერატურა? არ შეგიძლიათ უბრალოდ გაკიდოთ თერმომეტრი კოსმოსში და წაიკითხოთ ციფრი. თერმომეტრები იზომავენ თავიანთ საკუთარ ტემპერატურას, რომელიც შეიცვლება მათ შორის, ვინც ისინი გასშემორტყმულია. მაგრამ კოსმოსში არ არსებობს გარემო, რომელიც შეიძლება გაზომოთ. ამის ნაცვლად მეცნიერები იყენებენ ინდირექტულ მეთოდებს. ისინი იზომავენ კოსმიურ მიკროტალღურ ფონურ გამოსხივებას, რომელიც მოდის ყველა მიმართულებიდან. ეს რადიაცია აქვს სპეციფიკური სპექტრი, რომელიც შეესაბამება შავი სხეულის გამოსხივებას 2 კელვინისა და 70 გრადუსის ტემპერატურაზე. შავი სხეული არის თეორიული ობიექტი, რომელიც შთანთქავს ყველა შემომავალ გამოსხივებას და ასხივებს მას პერფექტულად ტემპერატურის შესაბამისად. სინამდვილეში არ არსებობს პერფექტული შავი სხეული, მაგრამ კოსმიური ფონური გამოსხივება ძალიან ახლოსაა ამ იდეალთან. აი რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. როდესაც მეცნიერები გაზომავენ ამ ფონური გამოსხივების სპექტრს, ისინი ხედავენ ზუსტად იმ ფორმას, რომელსაც ელოდნენ შავი სხეულისგან 2 კელვინისა და 70 გრადუსის ტემპერატურაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტკიცებულება დიდი აფეთქების თეორიისა. იგი აჩვენებს, რომ სამყარო ნამდვილად იყო ძალიან ცხელი წარსულში და გაცივდა დროთა განმავლობაში. ახლა გადავიდეთ უფრო რთულ დეტალზე. კოსმოსის ტემპერატურა არ არის სრულიად ერთგვაროვანი. არის მცირე ვარიაციები, მცირე განსხვავებები ტემპერატურაში სხვადასხვა ნაწილებში სამყაროში. ეს ვარიაციები არის ძალიან მცირე, დაახლოებით 1 ნაწილი 100,000-დან, მაგრამ ისინი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ? რადგან ეს ვარიაციები იყო თესლები, საიდანაც შემდგომში განვითარდა გალაქტიკები, ვარსკვლავები და პლანეტები. წარმოიდგინეთ ადრეული სამყარო, მხოლოდ რამდენიმე ასეული 1000 წლის ასაკის. იგი იყო თითქმის სრულიად ერთგვაროვანი, მაგრამ არა სრულიად. იყო მცირე რეგიონები, სადაც იყო ოდნავ მეტი მატერია და ენერგია ვიდრე სხვაგან. ეს რეგიონები ჰქონდათ ოდნავ უფრო მაღალი გრავიტაციული მიმზიდველობა და დაიწყეს თავიანთკენ მომზიდველობა მეტი მატერიის. დროთა განმავლობაში ეს მცირე განსხვავებები გაიზარდა. რეგიონები, სადაც იყო მეტი მატერია, გახდნენ კიდევ უფრო მკვრივი. ისინი დაიწყეს კოლაფსირება საკუთარი გრავიტაციის ქვეშ და ფორმირება პირველი ვარსკვლავებისა და გალაქტიკებისა. ეს პროცესი გაგრძელდა მილიარდობით წლის განმავლობაში და დღეს ჩვენ ხედავთ სამყაროს, რომელიც სავსეა გალაქტიკებით, ვარსკვლავებით და პლანეტებით. მაგრამ ყველა ამ სტრუქტურების ნაშთი კოსმოსი კვლავ რჩება ცივი და ცარიელი. ეს არის მიზეზი, რის გამოც სამყაროს სტრუქტურა არის ასეთი მოულოდნელი. ცხელი წერტილები, სადაც ვარსკვლავები ანათებენ და ათბობენ მათ შორის ადგილებს, მაგრამ უზარმაზარი უფსკრულების შუაში, სადაც არაფერია გარდა კოსმიური ფონური გამოსხივებისა. გადავიდეთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე.
რა მოხდება მზის სითბოსთან მომავალში. ყველა ვარსკვლავი აქვს შეზღუდული სიცოცხლის ხანძლიობა. ისინი ცვავენ საკუთარ სათვავს და საბოლოოდ წყვეტენ არსებობას. მზე, რომელიც არის საშუალო ზომის ვარსკვლავი, იარსებებს დაახლოებით კიდევ 5 მილიარდი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ იგი დაიწყებს გაფართოებას წითელ გიგანტად, შთანთქავს მერკურის, ვენერას და შესაძლოა დედამიწას. საბოლოოდ მზე დაკარგავს გარე ფენებს და დარჩება მხოლოდ პატარა თეთრი ჯუჯა, რომელიც ნელა გაციოდება მილიარდობით წლის განმავლობაში. მაგრამ მზე არ არის ერთადერთი ვარსკვლავი. არსებობს ტრილიონობით ვარსკვლავები ჩვენს galaktikაში მარტო და ასობით მილიარდი galaktikები დასაკვირვებელ სამყაროში. ყველა ეს ვარსკვლავი ასხივებს ენერგიას და ყველა მათგანი ერთ დღეს წყვებს არსებობას. მოდით განვიხილოთ დრამატული ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა 1995 წელს. გერმანელმა ფიზიკოსმა ვოლფგანგ კეტერლემ და მისმა გუნდმა კოლორადოს უნივერსიტეტში შეძლეს შექმნან ბოზე-აინშტაინის კონდენსატი რუბიდიუმის ატომებისგან. ისინი გააციეს ეს ატომები 100 მილიარდი მერე 1 კელვინამდე. ეს არის 1 კელვინი გაყოფილი რიცხვზე 1 და 100 მილიარდი ნული. ამ ტემპერატურაზე ატომები ჩერდებიან თითქმის სრულ სიმშვიდეში და ქმნიან ახალ მდგომარეობას მატერიისა. ისინი ქცევიან როგორც ერთი გიგანტური კვანტური ტალღა. კეტერლეს, მის კოლეგას ერიკ კორნელს და კარლ ვიმანს მიენიჭათ ნობელის პრემია ფიზიკაში 2001 წელს ამ აღმოჩენისთვის. რატომ იყო ეს იმდენად მნიშვნელოვანი? რადგან ბოზე-აინშტაინის კონდენსატი საშუალებას აძლევს მეცნიერებს დაინახონ კვანტური ეფექტები მაკროსკოპულ მასშტაბზე. ნორმალურად კვანტური ეფექტები ჩანს მხოლოდ ძალიან მცირე მასშტაბებზე, ატომების და მოლეკულების დონეზე. მაგრამ ბოზე-აინშტაინის კონდენსატში მილიონობით ატომი იქცევა როგორც ერთი კვანტური ობიექტი და ეს ქცევა შეიძლება დაინახოთ თვალით, თუ გაქვთ სათანადო აღჭურვილობა. მეცნიერებმა გამოიყენეს ეს აღმოჩენა სხვადასხვა კვანტური ფენომენების შესასწავლად, მათ შორის სუპერნაკადობა, რომელიც არის უნარი თხევადისა მოძრაობის წინააღმდეგობის გარეშე. ახლა წარმოიდგინეთ შორეული მომავალი, ტრილიონობით წლების შემდეგ. ყველა ვარსკვლავი დაწვა საკუთარ საწვავს, ყველა galaktika გაიფანტა. სამყარო გადაიქცა უზარმაზარ ცარიელ სივრცეთ, სადაც მხოლოდ რამდენიმე შავი ხვრელი და ნეიტრონული ვარსკვლავია დარჩენილი. მაშინ რა იქნება კოსმოსის ტემპერატურა? იგი გააგრძელებს დაქვეითებას, რადგან სამყარო გააგრძელებს გაფართოებას. ფონური კოსმიური გამოსხივება გახდება სულ უფრო და უფრო სუსტი. საბოლოოდ სამყარო მიაღწევს ტემპერატურას, რომელიც არის ასე ახლოს აბსოლუტურ ნულთან, რომ პრაქტიკულად არ იარსებებს გარჩევა. მაგრამ თუნდაც მაშინ იგი ვერასოდეს მიაღწევს აბსოლუტურ ნულს, რადგან თერმოდინამიკის მესამე კანონი გრძალავს ამას. ყოველთვის იარსებებს რაიმე ნაშთი ენერგია, თუნდაც სრულ უფსკროლში. ფიზიკოსები უწოდებენ ამ საბოლოო მდგომარეობას სამყაროს თერმულ სიკვდილს. თერმული სიკვდილი არის მდგომარეობა, სადაც ყველა ენერგია თანაბრად არის განაწილებული. აღარ არსებობს განსხვავება ტემპერატურაში, აღარ არსებობს სასარგებლო ენერგია რაიმეს გასაკეთებლად. ყველაფერი იქნება ერთი და იგივე ტემპერატურა, ძალიან ახლოს აბსოლუტურ ნულთან. არ იარსებებს ვარსკვლავები, არ იარსებებს სიცოცხლე, არ იარსებებს მოძრაობა. მხოლოდ უსასრულო ცივი სიმშვიდე. ეს არის საბოლოო ბედი სამყაროსი, თუ ის გააგრძელებს გაფართოებას სამუდამოდ. მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო დეტალი. ეს პროცესი მოითხოვს უდიდეს დროს. არა მილიარდობით წელს, არა ტრილიონობით წელს. არამედ რიცხვს, რომელიც ასე გიგანტურია, რომ თითქმის შეუძლებელია წარმოიდგინო. ასტროფიზიკოსები ამბობენ, რომ საბოლოო თერმული სიკვდილი მოხდება დაახლოებით 10 აღმართული 100 წელს მომავალში. ეს არის 1 და 100 ნული წელი. ასეთ დროის მასშტაბზე მთელი ადამიანობის არსებობა არის მხოლოდ მიკროსკოპული წამი. მაგრამ ახლა დაუბრუნდეთ დღეს და დავსვათ პრაქტიკული კითხვა. როგორ იცავენ თავიანთ თავს ასტრონავტები კოსმოსის ცივისგან? პასუხი არის მოულოდნელად რთული. პრობლემა არ არის უბრალოდ ცივი. პრობლემა არის ის, რამა არის ის, რომ სითბო არ შეუძლია ეფექტურად დატოვება ადამიანის სხეული, როდესაც ის არის ვაკუუმში. როდესაც ასტრონავტი მუშაობს გარეთ, მისი სხეული აწარმოებს სითბოს. ეს სითბო უნდა წავიდეს სადმე, წინააღმდეგ შემთხვევაში ასტრონავტი გადახურდება. მაგრამ ვაკუუმში სითბო შეუძლია დატოვება მხოლოდ გამოსხივების გზით, რაც არის ძალიან ნელი პროცესი. ამიტომ კოსმოსური სკაფანდრები აღჭურვილია აქტიური გაციოების სისტემებით. ეს სისტემები იყენებენ წყლის ან სხვა თხევადის ცირკულაციას, რომელიც გადის მილებში სკაფანდრის შიგნით და აგროვებს სითბოს ასტრონავტის სხეულისგან. შემდეგ ეს თხევადი გადადის სპეციალურ რადიატორში, სადაც იგი გააციოებს გამოსხივების გზით კოსმოსში. ეს არის მსგავსი სისტემა, რომელიც გამოიყენება ავტომობილის ძრავის გასაციებლად, მაგრამ გაცილებით უფრო რთული.
რადიატორი უნდა იყოს დიდი საკმარისად, რომ ეფექტურად გამოასხივოს სითბო, მაგრამ არც ისე დიდი, რომ გახდეს უხერხული ასტრონავტისთვის. ასევე რადიატორი უნდა იყოს დაცული მზის უშუალო გამოსხივებისგან, რადგან ეს კიდევ უფრო გაათბობს სისტემას. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს აქვს კიდევ უფრო დიდი პრობლემა. სადგური აღჭურვილია უზარმაზარი მზის პანელებით, რომლებიც აგროვებენ ენერგიას ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ეს პანელები ასევე აწარმოებენ სითბოს და უნდა გაციონ. სადგური ასევე აღჭურვილია რადიატორებით, რომლებიც მდებარეობენ სპეციალურ პანელებზე და გამოსხივებენ ჭარბ სითბოს კოსმოსში. ეს რადიატორები არის გიგანტური ზედაპირები, დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობით, და ისინი მუდმივად მუშაობენ, რომ შეინარჩუნონ სადგურის შიგნით კომფორტული ტემპერატურა. როდესაც რაიმე ელექტრონიკა ან აღჭურვილობა იშლება სადგურზე, ერთ-ერთი პირველი ნიშანი არის ტემპერატურის ზრდა, რადგან გაციების სისტემა შეიძლება დაზიანდეს. ახლა დაუბრუნდეთ ფუნდამენტურ კითხვას. რატომ კოსმოსი არის ასე ცივი, მიუხედავად იმისა, რომ მზე ასხივებს ასე უზარმაზარ რაოდენობით ენერგიას? პასუხი მრავალმხრივია. პირველი მიზეზია ის, რომ კოსმოსი არის თითქმის სრულყოფილი ვაკუუმი. არ არსებობს ჰაერი ან რაიმე სხვა მატერია, რომელმაც შეიძლება შეინარჩუნოს სითბო გამტარობით ან კონვექციით. ერთადერთი მეთოდი სითბოს გადაცემისა არის გამოსხივება და ეს არის ძალიან ნელი პროცესი. მეორე მიზეზია მანძილები. მზე მდებარეობს დაახლოებით 150 მილიონ კილომეტრში დედამიწიდან. ეს ნიშნავს, რომ მზის ენერგია ვრცელდება სფეროში, რომლის რადიუსია 150 მილიონი კილომეტრი. რაც უფრო შორს მიდიხარ, მით ნაკლები ენერგია აღწევს რომელიმე კონკრეტულ წერტილს. ეს არის მიზეზი, რის გამოც დედამიწა იღებს მხოლოდ მიკროსკოპულ ნაწილს მზის სრული ენერგიისგან. მესამე მიზეზია კოსმიური ფონური გამოსხივება. მთელი სამყარო ივსება ამ რადიაციით, რომელსაც აქვს ტემპერატურა 2 კელვინი და 70 გრადუსი. ეს რადიაცია არის ნაშთი დიდი აფეთქებიდან და იგი ავსებს ყველა სივრცეს. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც თუ არ არსებობდა ვარსკვლავები, კოსმოსი კვლავ ჰქონდა ტემპერატურა 2 კელვინი და 70 გრადუსი. ეს არის ბაზისური ტემპერატურა სამყაროსი, რომელსაც არ შეუძლია დაქვეითება თერმოდინამიკის კანონების გამო. მეოთხე მიზეზია ენტროპია. სამყარო ბუნებრივად მიისწრაფვის უფრო მაღალი ენტროპიისკენ, რაც ნიშნავს უფრო თანაბარ განაწილებას ენერგიისა. კონცენტრირებული სითბო, როგორიცაა ვარსკვლავი, წარმოადგენს დაბალ ენტროპიას. ცივი, ცარიელი სივრცე წარმოადგენს მაღალ ენტროპიას. სამყარო ბუნებრივად მოძრაობს დაბალი ენტროპიისგან მაღალი ენტროპიისკენ, რაც ნიშნავს, რომ სითბო გაიფანტება და სამყარო გაციოდება დროთა განმავლობაში. წარმოიდგინეთ გიგანტური სახლი, სადაც ერთი ოთახია გათბობილი, ხოლო დანარჩენი სახლი არის გაყინული. თუ თქვენ გახსნით კარს, სითბო დაიწყებს გავრცელებას გათბობილი ოთახიდან დანარჩენ სახლში. საბოლოოდ მთელი სახლი იქნება ერთი და იგივე ტემპერატურა, რომელიც იქნება გაცილებით ცივი ვიდრე თავდაპირველი გათბობილი ოთახი. ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება სამყაროში. ვარსკვლავები არიან როგორც გათბობილი ოთახები, ხოლო კოსმოსი არის როგორც ცივი დანარჩენი სახლი. დროთა განმავლობაში სითბო ვრცელდება და სამყარო გაციოდება, სანამ არ მიაღწევს თერმულ სიკვდილს, სადაც ყველაფერი იქნება ერთი და იგივე ტემპერატურა. ახლა წარმოიდგინეთ ასტრონავტი, რომელიც ფრენს ღია კოსმოსში, დაშორებული ნებისმიერი ვარსკვლავისგან. ის არის სრულ სიბნელეში. მზე არის მხოლოდ კიდევ ერთი ნათელი წერტილი უზარმაზარ ბნელ ფონზე. მისი სკაფანდრის ტემპერატურა ნელა ეცემა, რადგან იგი გამოსხივებს სითბოს კოსმოსში, მაგრამ იგი არასოდეს მიაღწევს აბსოლუტურ ნულს, რადგან კოსმიური ფონური გამოსხივება აწვდის მცირე რაოდენობით ენერგიას ყველა მიმართულებიდან. საბოლოოდ, სკაფანდრი დაბალანსდება ტემპერატურაზე 2 კელვინი და 70 გრადუსი, ზუსტად როგორც დანარჩენი სამყარო. ეს არის ბუნებრივი ტემპერატურა ყველაფრისა, რაც მდებარეობს ღია კოსმოსში და არ იღებს ენერგიას რომელიმე ვარსკვლავისგან. მაგრამ რა მოხდება ასტრონავტის შიგნით? მისი სხეული კვლავ აწარმოებს სითბოს მეტაბოლიზმის გამო. მისი გული ცემს, მისი ფილტვები სუნთქავს, მისი ტვინი ფიქრობს. ყველა ეს პროცესი აწარმოებს ენერგიას, რომელიც უნდა წავიდეს სადმე. თუ სკაფანდრის გაციების სისტემა გაჩერდა, ასტრონავტის სხეული დაიწყებდა გადახურებას, არა გატინვას. ეს არის პარადოქსი. კოსმოსში, რომელიც არის -270 გრადუსზე, შესაძლებელია გადახურება, თუ თქვენ არ გაქვთ ეფექტური გზა სითბოს დასატოვებლად. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კოსმოსური ინჟინერია არის ასე რთული. თქვენ უნდა დაბალანსოთ ორი საპირისპირო საფრთხე, გაკინვა და გადახურება. ორივე შეუძლია მოკლას და ორივე მოითხოვს სახიფათო ტექნოლოგიებს დასაცავად. დასასრულ, მოდით განვიხილოთ ერთი საბოლოო კითხვა. შეიძლება თუ არა კოსმოსი ერთ დღეს გათბეს?
შეიძლება თუ არა სამყარო შეიცვალოს და გახდეს თბილი, სასიამოვნო ადგილი. პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება სამყაროს გაფართოებასთან. თუ სამყარო გააგრძელებს გაფართოებას სამუდამოდ, მაშინ იგი გააგრძელებს გაცივებას. თუ სამყარო შეაჩერებს გაფართოებას და დაიწყებს შეკუმშვას, მაშინ შესაძლებელია, რომ იგი დაიწყოს გათბობა. როდესაც სამყარო შეიკუმშება, კოსმიური ფონური გამოსხივება სცილდება, უფრო მაღალ ენერგიებს და ტემპერატურა იზრდება. საბოლოოდ, თუ შეკუმშვა გაგრძელდება, სამყარო შეიძლება ჩაიშალოს დიდ კრანჩში, პროცესი, რომელიც არის საპირისპირო დიდი აფეთქებისა. ყველაფერი დაიწვება გიგანტურ ცეცხლბურთში. ტემპერატურა მიაღწევს მილიარდობით გრადუსს და სამყარო დაბრუნდება მდგომარეობაში, რომელიც მსგავსია მისი დასაწყისისა. მაგრამ ამჟამინდელი დაკვირვებები ვარაუდობენ, რომ სამყარო არ შეაჩერებს გაფართოებას. რეალურად გაფართოება ჩანს, რომ აჩქარებს. ბნელი ენერგია, საიდუმლო ძალა, რომელიც ავსებს სამყაროს, უბიძგებს გალაქტიკებს ერთმანეთისგან უფრო და უფრო სწრაფად. ეს ნიშნავს, რომ სამყაროს მომავალი სავარაუდოდ იქნება გაცივება, არა გათბობა. ვარსკვლავები დაწვავენ საკუთარ საწვავს, გალაქტიკები გაიფანტებიან და საბოლოოდ სამყარო იქნება ცივი, ბნელი და ცარიელი ადგილი, სადაც არაფერი მოძრაობს და არაფერი იცვლება. ეს არის საბოლოო პასუხი კითხვაზე, რატომ კოსმოსი არის ასე ცივი. იგი არის ცივი, რადგან სამყარო ბუნებრივად მიისწრაფვის ენტროპიისკენ, თანაბარი განაწილებისკენ ენერგიისა და საბოლოო თერმული სიკვდილისკენ. სითბო, როგორიცაა მზე, არის გამონაკლისი, არა წესი. ცივი, ცარიელი სივრცე არის ნორმალური მდგომარეობა სამყაროსი და ყველაფერი სხვა არის დროებითი აბერაცია ამ ნორმიდან. მაგრამ აქ იწყება ის, რაც სცილდება ჩვეულებრივ ლოგიკას. წარმოიდგინეთ კვლავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. მისი რადიატორები მუშაობენ მუდმივად, გამოსხივებენ სითბოსქმოში. მაგრამ თუ თქვენ გაზომოთ რადიატორის ზედაპირის ტემპერატურას ერთ წერტილში და რას ერთ წერტილში და შემდეგ მეორე წერტილში, რომელიც მდებარეობს მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრში, შეიძლება აღმოაჩინოთ განსხვავება 30 გრადუსზე მეტი. რატომ? რადგან სითბო არ ვრცელდება თანაბრად მეტალში, როდესაც ის არის ვაკუუმში. არ არსებობს ჰაერი, რომელიც გაათანაბრებდა ტემპერატურას. არ არსებობს კონვექციური დინებები. მხოლოდ მეტალის თავად გამტარობა და ეს არის ძალიან ნელი პროცესი, როდესაც სითბო უნდა გავიდეს გამოსხივების გზით. 2009 წელს NASA-ს ინჟინრებმა გამოსცადეს ახალი მასალა კოსმოსურ სადგურზე. ეს იყო კერამიკული გადაფარვა, რომელიც შექმნილი იყო თერმული იზოლაციისთვის. მათ მოათავსეს ეს მასალა ერთ პანელზე და დაუშვეს, რომ იგი ყოფილიყო პირდაპირ მზის სხივებში რამდენიმე საათის განმავლობაში. როდესაც ისინი შემოწმდნენ მონაცემებს, აღმოაჩინეს რაღაც შოკის მომგვრელი. კერამიკის ზედაპირი, რომელიც იყო მზის მხარეს, მიაღწია 190 გრადუსს ცელსიუსით. მაგრამ კერამიკის უკანა მხარე, რომელიც იყო ყოველგან ძალიან ახლოს, მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრში, იყო -100 გრადუსზე. განსხვავება იყო თითქმის 300 გრადუსზე მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრის მანძილზე. ეს არ არის ანომალია, ეს არის ნორმა კოსმოსში. სითბო არ ვრცელდება როგორც ჩვენ ველით დედამიწაზე, იგი იკარგება, ფერდობზე გადის და ქრება იმ უზარმაზარ ცივ უფსკროვში, რომელიც გარშემორტყმავს ყველაფერს. ახლა წარმოიდგინეთ შორეული გალაქტიკა, რომელიც მდებარეობს 1 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე ჩვენგან. იქ არის ვარსკვლავი, რომელიც ასხივებს სითბოს ზუსტად ისევე, როგორც ჩვენი მზე. ამ ვარსკვლავის გარშემო ატარებენ პლანეტები. ერთ-ერთ პლანეტას შეიძლება ჰქონდეს ატმოსფერო, ოკეანეები და თუნდაც სიცოცხლე. მაგრამ ამ პლანეტასა და ჩვენ შორის არის უზარმაზარი უფსკრული, სადაც არაფერია. ამ უფსკროვში ტემპერატურა არის -270 გრადუსზე. სითბო ამ შორეული ვარსკვლავისგან ვრცელდება ყველა მიმართულებით, მაგრამ იგი არასოდეს მიაღწევს ჩვენამდე, რადგან მანძილი არის იმდენად გიგანტური, რომ ფოტონები იფანტება და კარგავს ენერგიას სამყაროს გაფართოების გამო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული რეალობა კოსმოსში. სითბო არის როგორც წვიმის წვეთი უდაბნოში. იგი არსებობს, მაგრამ იგი მყისიერად იწოვება უზარმაზარი ცივი სივრცის მიერ და ქრება თითქმის მყისიერად. მხოლოდ ძალიან ახლოს ვარსკვლავთან შეიძლება გრძნობდეთ რეალურ სითბოს. ნებისმიერი სხვა ადგილი არის ცივი, იზოლირებული და თითქმის მთლიანად ცარიელი. ახლა გადავიდეთ კიდევ უფრო ღრმა შეკითხვაზე, რა კითხვაზე, რომელიც დაკავშირებულია კვანტურ მექანიკასთან. ფიზიკოსები დიდი ხანია იცოდნენ, რომ ვაკუუმი არ არის მართლაც ცარიელი. თუნდაც ღია კოსმოსში, სადაც არ არსებობს ვარსკვლავები, პლანეტები ან მზის ქარი, კვლავ ხდება რაღაც ძალიან უცნაური. კვანტურ დონეზე ვაკუუმი ღრიალებს ენერგიით. ყოველ წამში ვირტუალური ნაწილაკები ჩნდებიან და ქრებიან. ისინი იარსებებენ მხოლოდ უმცირეს ხანს, ყველაზე მოკლე დროის ინტერვალში, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიკაში, მაგრამ ისინი რეალურად არსებობენ და აწარმოებენ ნაშთ ენერგიას.
ფიზიკოსები უწოდებენ ამას კვანტურ ვაკუუმურ ენერგიას. ეს არის ენერგია, რომელიც არსებობს თუნდაც სრულ ცარიელ სივრცეში. იგი არ იზომება როგორც ტემპერატურა, რადგან ტემპერატურა საჭიროებს მოლეკულებს, რომლებიც ხრიალებენ. მაგრამ ეს ენერგია კვლავ არსებობს და იგი აძლევს ნაშთ უნარს ვაკუუმს. 2052 წელს ჰოლანდიელმა თეორიულმა ფიზიკოსმა ჰენდრიკ კასიმირმა წინასწარმეტყველა ეფექტი, რომელიც დაადასტურა, რომ კვანტური ვაკუუმური ენერგია რეალურად არსებობს. თუ თქვენ მოათავსებთ 2 ლითონის ფირფიტას ძალიან ახლოს ერთმანეთთან, ისე ახლოს, რომ მათ შორის მანძილი იქნება მხოლოდ რამდენიმე ნანომეტრი, მაშინ ვირტუალური ნაწილაკები, რომლებიც ჩნდებიან ფირფიტებს შორის, იქნებიან შეზღუდული. ფირფიტების გარეთ ყველა შესაძლო ტიპის ვირტუალური ნაწილაკი შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ ფირფიტებს შორის მხოლოდ ვირტუალური ნაწილაკები, რომელთა ტალღის სიგრძე არის საკმარისად მცირე, შეიძლება მოერგოს. ეს ნიშნავს, რომ ფირფიტების გარეთ არის მეტი კვანტური ვაკუუმური წნევა, ვიდრე შიგნით. ეს წნევის განსხვავება ქმნის ძალას, რომელიც უბიძგებს ფირფიტებს ერთმანეთთან უფრო ახლოს. ეს ეფექტი დაადასტურა ექსპერიმენტულად 1958 წელს და მას შემდეგ გაზომილია უმაღლესი სიზუსტით. ეს დამოწმებულებაა იმისა, რომ ვაკუუმი არ არის ცარიელი. იგი ივსება კვანტური ენერგიით, რომელიც შეიძლება იქონიოს ფიზიკური ეფექტები. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე მოულოდნელია. ეს კვანტური ვაკუუმური ენერგია არ ამატებს სითბოს კოსმოსში. იგი არ აღწევს ტემპერატურას, როგორც ჩვენ ვიცით ტემპერატურა. იგი არის სხვა ტიპის ენერგია, რომელიც არსებობს საფუძველზე რეალობისა და არ იზომება როგორც თერმული მდგომარეობა. კოსმოსი კვლავ რჩება -270 გრადუსზე, თუნდაც იმ ფაქტის მიუხედავად, რომ იგი ღრიალებს ამ კვანტური ენერგიით. ახლა წარმოიდგინეთ კიდევ ერთი უკიდურესი სცენარი. წარმოიდგინეთ ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც მდებარეობს 1000 სინათლის წლის მანძილზე. ეს არის ობიექტი, რომელიც შეიქმნა მასიური ვარსკვლავის სუპერნოვას ოვას აფეთქების შემდეგ. მთელი ვარსკვლავის მასა დაიშაშალა სფეროში, რომლის დიამეტრი არის მხოლოდ 20 კილომეტრი. ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირზე გრავიტაცია არის ასე ძლიერი, რომ იგი გადააჭარბებს დედამიწის გრავიტაციას 200 მილიარდჯერ. მატერია არის დაკუმშული ისეთ სიმკვრივემდე, რომ ერთი ჩაის კოვზი ნეიტრონული ვარსკვლავის მასალის აწონის 1 მილიარდ ტონაზე მეტს. მაგრამ აქ არის რაღაც მოულოდნელი. ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირი არის ექსტრემალურად ცხელი, დაახლოებით 1 მილიონ გრადუსზე ცელსიუსით. მაგრამ ზუსტად რამდენიმე კილომეტრში ზემოთ ამ ზედაპირისა, კოსმოსი არის -270 გრადუსზე. განსხვავება 1 მილიონზე მეტი გრადუსია მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე. ეს არის ყველაზე ექსტრემალური თერმული გრადიენტი, რომელიც არსებობს სამყაროში. სითბო ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირიდან ასხივებს კოსმოსში გიგანტური რაოდენობით რენტგენის სხივების სახით. ეს სხივები შეიცავს უზარმაზარ ენერგიას, მაგრამ ისინი ვრცელდებიან ყველა მიმართულებით და რაც უფრო შორს მიდიან, მით ნაკლები ენერგია აღწევს რომელიმე კონკრეტულ წერტილს. ასე რომ თუნდაც რამდენიმე კილომეტრში, ეს უზარმაზარი სითბო უკვე დანაწევრებულია იმდენად, რომ პრაქტიკულად არაფერს აკეთებს. კოსმოსი იწოვს მას და იგი ქრება. ახლა მოდით განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კითხვა მთელ ამ თემაში. რა არის ტემპერატურა? ჩვენ ვიყენებთ ამ სიტყვას ყოველდღე, მაგრამ რას ნიშნავს ის რეალურად? ტემპერატურა არის საზომი საშუალო კინეტიკური ენერგიისა ნაწილაკებისა. როდესაც ატომები და მოლეკულები ღრიალებენ სწრაფად, მათ აქვთ მაღალი ტემპერატურა. როდესაც ისინი ღრიალებენ ნელა, მათ აქვთ დაბალი ტემპერატურა. აბსოლუტური ნული -273 გრადუსზე ცელსიუსით არის წერტილი, სადაც ყველა მოლეკულური მოძრაობა თეორიულად ჩერდება. მაგრამ კოსმოსში ამ განმარტების დიდი პრობლემა არსებობს. არ არსებობს ატომები და მოლეკულები, რომელთა ღრიალება შეიძლება გაზომოთ. თუ თქვენ მოათავსებთ თერმომეტრს ღია კოსმოსში, რას გაზომავს იგი? პასუხი არის ის, რომ იგი არ გაზომავს კოსმოსის ტემპერატურას. იგი გაზომავს თავისი საკუთარი ტემპერატურის, რომელიც დაბალანსდება კოსმიური ფონური გამოსხივების ტემპერატურასთან. თერმომეტრი იქცევა როგორც მცირე ობიექტი, რომელიც იღებს ენერგიას ფონური გამოსხივებისგან და ასხივებს ენერგიას უკან. საბოლოოდ იგი მიაღწევს ბალანსს 2 კელვინ და 7 გრადუსზე. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსის ტემპერატურა არ არის თვისება თავად კოსმოსისა, ეს არის თვისება რადიაციისა, რომელიც ავსებს კოსმოსს. ფონური გამოსხივება არის ის, რაც აძლევს კოსმოსს მის ტემპერატურას. თუ ეს რადიაცია არ არსებობდა, კოსმოსი არ ჰქონდა ტემპერატურას სულ. იგი იქნებოდა მდგომარეობა, სადაც ტემპერატურის კონცეფცია აღარ იქნებოდა მნიშვნელოვანი. ახლა წარმოიდგინეთ შორეული მომავალი, მილიარდობით წლების შემდეგ. კოსმიური ფონური გამოსხივება გაგრძელდება გაცივება, რადგან სამყარო გაგრძელდება გაფართოება.
ტალღის სიგრძე ამ რადიაციისა გაიწელება და მისი ენერგია შემცირდება. ახლა ფონური გამოსხივება არის მიკროტალღური დიაპაზონში. მომავალში იგი გადავა რადიო დიაპაზონში, შემდეგ კიდევ უფრო დაბალ სიხშირეებზე. საბოლოოდ მისი ტალღის სიგრძე იქნება იმდენად გრძელი, რომ ერთი სრული ციკლი გადაფარავს მთელ სამყაროს. ამ მომენტში ტემპერატურის კონცეფცია დაკარგავს თითქმის ყველა მნიშვნელობას. სამყარო იქნება იმდენად ცივი, რომ პრაქტიკულად არაფერი მოძრაობს. არ იარსებებს სითბო, არ იარსებებს ენერგია, არ იარსებებს ასარაფერი, რაც შეიძლება ჩამოქმნას ცვლილება. მაგრამ თუნდაც მაშინ სამყარო არ მიაღწევს აბსოლუტურ ნულს. იგი იარსებებს უსასრულოდ მცირე, მაგრამ არა რანულოვან ტემპერატურაზე, რადგან კვანტური მექანიკა კრძალავს აბსოლუტურ ნულს. ახლა გადავიდეთ სხვა უკიდურეს სიტუაციაზე. რა ხდება შავ ხვრელში? შავი ხვრელი არის ობიექტი, სადაც გრავიტაცია არის იმდენად ძლიერი, რომ თუნდაც სინათლე არ შეუძლია გაიქცეს. ყველაფერი, რაც შედის შავ ხვრელის შავ ხვრელში, ქრება მოვლენის ჰორიზონტის მიღმა და არასოდეს ბრუნდება. მაგრამ 1974 წელს ბრიტანელმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოუკინგმა აღმოაჩინა რაღაც მოულოდნელი. შავი ხვრელები არ არიან თლად შავი, ისინი რეალურად ასხივებენ რადიაციას. ეს რადიაცია, რომელიც ახლა ცნობილია როგორც ჰოუკინგის გამოსხივება, წარმოიქმნება კვანტური ეფექტების გამო მოვლენის ჰორიზონტის ახლოს. ვირტუალური ნაწილაკები, რომლებიც ჩნდებიან ვაკუუმში, შეიძლება დაშორდნენ ერთმანეთისგან მოვლენის ჰორიზონტის მახლობლად. ერთი ნაწილაკი ვარდება შავ ხვრელში, ხოლო მეორე გაიქცევა და ხდება რეალური. ეს ნიშნავს, რომ შავი ხვრელი ნელა კარგავს მასას გამოსხივების გზით. მაგრამ აქ არის რაღაც გასაოცარი. ეს გამოსხივება აქვს ტემპერატურა. მცირე შავი ხვრელები აწარმოებენ ცხელ გამოსხივებას. გიგანტური შავი ხვრელები აწარმოებენ ცივ გამოსხივებას. შავი ხვრელი, რომელსაც აქვს მასა როგორც ჩვენი მზე, ჰქონდა ჰოუკინგის ტემპერატურა დაახლოებით 0.00001 კელვინზე. ეს არის მილიონჯერ ცივი, ვიდრე კოსმიური ფონური გამოსხივება. პრაქტიკულად ასეთი შავი ხვრელი არ ასხივებს არაფერს. მაგრამ უფრო მცირე შავი ხვრელები არიან უფრო ცხელები. შავი ხვრელი, რომელსაც აქვს მასა დედამიწის მთის ტოლი, ჰქონდა ტემპერატურა მილიარდობით გრადუსზე. ასეთი შავი ხვრელი ასხივებდა გიგანტურ რაოდენობით ენერგიას და აფეთქდებოდა სპექტაკულარულ გზით. თუმცა ასეთი მცირე შავი ხვრელები სავარაუდოდ არ არსებობენ ბუნებაში, რადგან არ არსებობს მექანიზმი მათი შესაქმნელად. ეს ნიშნავს, რომ უმეტესი შავი ხვრელები სამყაროში არიან ცივი, ვიდრე კოსმოსი თავად. ისინი არიან როგორც გიგანტური იზოლირებული სფეროები, რომლებიც იწოვენ ყველაფერს და პრაქტიკულად არაფერს ასხივებენ. ისინი არიან ყველაზე ცივი ობიექტები სამყაროში, გარდა იმ ფაქტისა, რომ მათ შიგნით ცენტრში შეიძლება იყოს ის, რაც ფიზიკოსები უწოდებენ სინგულარობას, წერტილს უსასრულო სიმკვრივით, სადაც ყველა ცნობილი ფიზიკის კანონი იშლება. ახლა დაუბრუნდეთ კითხვას, რომელიც შეიძლება ჟღერდეს უცნაური. შეიძლება თუ არა რაიმე იყოს ცივი, ვიდრე კოსმოსი. შეიძლება თუ არა ობიექტი მიაღწიოს ტემპერატურას, რომელიც დაბალია 2 კელვინ და 7 გრადუსზე. პასუხი არის დიახ, მაგრამ მხოლოდ ხელოვნურად. მეცნიერებს შეუძლიათ გააციონ ატომები ლაბორატორიაში ტემპერატურებამდე, რომლებიც არიან ასე ახლოს აბსოლუტურ ნულთან, რომ განსხვავება აღარ შეიძლება გაზომადდეს ჩვეულებრივი თერმომეტრებით. 2015 წელს გერმანელმა ფიზიკოსებმა მიაღწიეს რეკორდულ დაბალ ტემპერატურას 0.000000000 კელვინზე. ეს არის 2 მილიარდედი კელვინი. ამ ტემპერატურაზე ატომები თითქმის ჩერდეთ სრულიან სრულად. მათი მოძრაობა მცირდება იმდენად, რომ ისინი ქმნიან ბოზე-აინშტაინის კონდენსატს, კვანტურ მდგომარეობას, სადაც ყველა ატომი იქცევა როგორც ერთი კოლექტიური ნაწილაკი. ეს ექსპერიმენტები მიზნად ისახავს შესწავლას ფუნდამენტური შეკითხვებისა კვანტური მექანიკისა და თერმოდინამიკის შესახებ. მაგრამ ისინი ასევე აჩვენებენ რაღაც ღრმას. თუნდაც ყველაზე ცივ პირობებში, ყველაზე დაბალ ტემპერატურებზე, რომლებიც შეიძლება მიაღწიოს ადამიანურმა ტექნოლოგიამ, ატომები კვლავ ინარჩუნებენ მცირე რაოდენობით მოძრაობას. ისინი არასოდეს მიაღწევენ აბსოლუტურ ნულს. ისინი არასოდეს ჩერდებიან სრულად. კვანტური მექანიკა ითხოვს, რომ ყოველთვის იყოს რაიმე ნაშთი ენერგია, რაც უწოდებენ ნულოვან წერტილის ენერგიას. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტური ნული არ არის მიღწევადი. იგი არის თეორიული საზღვარი, რომელიც შეიძლება მიუახლოვდეთ უსასრულოდ, მაგრამ არასოდეს მიაღწიოთ. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური შეზღუდვა ბუნებაში, რომელიც წარმოიქმნება თერმოდინამიკის მესამე კანონიდან. ახლა წარმოიდგინეთ შორეული პლანეტა ყინულის გიგანტის სისტემაში, ისეთის როგორიცაა ნეპტუნი. ეს პლანეტის მთვარე, რომელსაც უწოდოთ ტრიტონს, აღწერს ზედაპირის ტემპერატურას დაახლოებით -275 გრადუსზე ცელსიუსით.
ეს ტემპერატურა არის დაახლოებით 100 გრადუსით ცივი, ვიდრე აბსოლუტური ნული. ტრიტონი არის ერთ-ერთი ყველაზე ცივი ობიექტი მზის სისტემაში, მაგრამ თუნდაც ტრიტონზე არსებობს გეოლოგიური აქტივობა. თხევადი აზოტის გეისერები ამოხტებიან ზედაპირიდან და აფქვევენ მასალას რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც ყველაზე ცივ ადგილებში არსებობს ენერგია და მოძრაობა. სითბო არ არის მთლიანად მოცილებული. არსებობს შიდა ენერგია, მიმზიდველობითი დარკვევები და რადიოაქტიური ელემენტების დაშლა, რომელიც აწარმოებს მცირე რაოდენობით სითბოს. ეს სითბო საკმარისია გეოლოგიური პროცესების მართვისთვის, მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო საოცარი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ფრენთ კოსმოსში და უბრალოდ უყურებთ გარშემო. თქვენ ხედავთ ვარსკვლავებს, გალაქტიკებს და ნისლს. ყველა ეს ობიექტი ასხივებს სითბოს, მაგრამ თქვენ ასევე ხედავთ რაღაცას, რაც არ ასხივებს არაფერს. თქვენ ხედავთ ბნელ მატერიას. ბნელი მატერია არის საიდუმლო ნივთიერება, რომელიც შეადგენს დაახლოებით 27% სამყაროს მთლიანი მასა ენერგიისა. იგი არ ასხივებს სინათლეს, არ იწვევს სინათლეს და არ ურთიერთქმედებს ელექტრომაგნიტურ ძალებთან. ბნელი მატერია არის ცივი. იგი არ აწარმოებს სითბოს, იგი არ ღრიალებს როგორც ნორმალური მატერია. იგი უბრალოდ არსებობს, უხილავი და აუღწერელი, აყალიბებს ჩონჩხს, რომელზეც გალაქტიკები ყალიბდებიან. ბნელი მატერიის ტემპერატურა, თუ შეიძლება ვილაპარაკოთ ასეთ ტემპერატურაზე, არის დაახლოებით იგივე, რაც კოსმიური ფონური გამოსხივება, 2 კელვინი და 70 გრადუსი. მაგრამ ეს არ არის, რადგან ბნელი მატერია აღწევს თერმულ ბალანსს გარემოსთან. ეს უბრალოდ არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა, რადგან იგი არ აწარმოებს ენერგიას და არ ურთიერთქმედებს სხვა ნივთიერებასთან. ახლა დაუბრუნდეთ პირველ კითხვას. სად იკარგება მზის სითბო? პასუხი არის ის, რომ იგი არ იკარგება, იგი უბრალოდ იფანტება. მზე ასხივებს 400 ოქტილიონ ვატს ენერგიას ყოველ წამში. ეს ენერგია ვრცელდება ყველა მიმართულებით, გვეთავს პლანეტებს, გვეთავს ასტეროიდებს, გვეთავს მტვრის ნაწილაკებს და გრძელდება კოსმოსში. რაც უფრო შორს მიდის, მათ ნაკლები ენერგია რჩება ნებისმიერ კონკრეტულ წერტილში. საბოლოოდ ეს ფოტონები ხდებიან იმდენად გაფანტული, რომ ისინი პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ. მაგრამ ისინი კვლავ არსებობენ. ისინი კვლავ მოძრაობენ სინათლის სიჩქარით, მოგზაურობენ მილიარდობით წლების განმავლობაში, გვეთავენ გალაქტიკებს და უფსკრულს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება საბოლოოდ აღწიოს შორეულ გალაქტიკას, სადაც ისინი იწოვება მტვრის ნაწილაკით და გადაიქცევა სითბოდ. ზოგიერთი მათგანი შეიძლება აღწიოს შავ ხვრელს და გაქრეს სამუდამოდ. მაგრამ უმეტესობა მათგანი უბრალოდ გააგრძელებს მოგზაურობას, უსასრულოდ, სამუდამოდ გაფანტული, სამუდამოდ დაკარგული, უზარმაზარ ცივ უფსკრულში. და აქ არის საბოლოო პასუხი. სითბო არ იკარგება. იგი უბრალოდ ფანტდება იმდენად, რომ იქცევა არასასარგებლოდ. ენერგია კვლავ არსებობს, მაგრამ იგი აღარ არის კონცენტრირებული, აღარ არის ორგანიზებული და აღარ შეუძლია გააკეთოს რაიმე. ეს არის ენტროპია მოქმედებაში, თერმოდინამიკის მეორე კანონის საბოლოო გამოვლინება. სამყარო მოძრაობს ორგანიზებული ენერგიიდან ქაოსისკენ, კონცენტრირებული სითბოდან თანაბარი ცივისკენ, ისკენ და საბოლოოდ თერმული სიკვდილისკენ, სადაც ყველაფერი იქნება ერთი და იგივე ტემპერატურა და არაფერი აღარასოდეს შეიცვლება. მაგრამ ახლა ამ წამს, როცა თქვენ უსმენთ ამ სიტყვებს, მოხდება რაღაც, რაც შეცვლის თქვენს წარმოდგენას სითბოსა და სიცივის შესახებ სამუდამოდ. მოდით დავიწყოთ იქედან, სადაც იჯდებით. თქვენი სხეული ახლა აწარმოებს დაახლოებით 100 ვატს სითბოს. ეს არის იგივე ენერგია, რასაც აწარმოებს საშუალო ელექტრონული ნათურა. თქვენი გული უშვებს სისხლს, თქვენ ტვინი ტვინის სისხლს, თქვენი ტვინი ამუშავებს ინფორმაციას, თქვენი ფილტვები ამოძრავებენ ჰაერს. ყველა ეს პროცესი აწარმოებს სითბოს, მაგრამ ეს სითბო არ რჩება თქვენ სხეულში. იგი გადადის გარემოში გამტარობით, კონვექციით და გამოსხივებით. თქვენ აძლევთ დაახლოებით 100 ვატს ენერგიას ყოველ წამში თქვენს გარემოს და არც კი ამჩნევთ ამას. ახლა გადავიდეთ ოთახზე, სადაც იჯდებით. ეს ოთახი შეიცავს ჰაერს, რომელიც შედგება ტრილიონობით მოლეკულისგან. ყოველი მოლეკული ღრიალებს საშუალოდ 500 მეტრზე წამში. ისინი ერთმანეთს ეჯახებიან მილიარდობით ჯერ ყოველ წამში, აცვლიან ენერგიას და ინარჩუნებენ ტემპერატურას დაახლოებით 20 გრადუსზე ცელსიუსით. მთელი ოთახი არის გიგანტური თერმოდინამიკური სისტემა, რომელიც მუდმივად ინახავს ბალანსს სითბოსა და ცივს შორის. ახლა გადავიდეთ შენობაზე, სადაც მდებარეობს ეს ოთახი. შენობა იღებს სითბოს მზისგან, კარგავს სითბოს ღამით, ათბობს ზამთარში და ციოდება ზაფხულში. მთელი შენობა არის კიდევ უფრო დიდი თერმოდინამიკური სისტემა, რომელიც ურთიერთქმედებს გარემოსთან და ინახავს საკუთარ თერმულ ბალანსს. ახლა გადავიდეთ ქალაქზე. მილიონობით შენობა, მილიონობით ადამიანი, მილიონობით მანქანა, ყველა აწარმოებს სითბოს.
ქალაქი ქმნის საკუთარ მიკროკლიმატს, რომელსაც მეტეოროლოგები უწოდებენ ურბანულ სითბურ კუნძულს. ქალაქის ცენტრი შეიძლება იყოს 5-დან 10 გრადუსით თბილი ვიდრე გარეუბნები, რადგან ყველა ეს სითბო კონცენტრირდება ერთ ადგილას. ახლა გადავიდეთ დედამიწაზე. მთელი პლანეტა იღებს დაახლოებით 177,000 ტერავატს ენერგიას მზისგან. ეს არის 177,000 ტრილიონი ვატი. ეს ენერგია ათბობს ოკეანეებს, ძრავს, ქარებს, ადნობს ყინულს და აწარმოებს ამინდს. მთელი დედამიწა არის გიგანტური თერმოდინამიკური მანქანა, რომელიც გარდაქმნის მზის ენერგიას სიცოცხლედ, ამინდად და კლიმატად. ახლა გადავიდეთ მზის სისტემაზე. მზე აწარმოებს 400 ოქტილიონ ვატს ენერგიას ყოველ წამში. ეს ენერგია აღწევს ვერცხლის წყალს, აღწევს ვენერას, აღწევს დედამიწას, აღწევს მარსს, აღწევს იუპიტერს და ყველა სხვა პლანეტას. ყოველი პლანეტა იღებს წილს ამ ენერგიისგან და ინახავს საკუთარ თერმულ ბალანსს. ახლა გადავიდეთ ჩვენს გალაქტიკაზე. რძიანი გზა შეიცავს 200 მილიარდიდან 400 მილიარდ ვარსკვლავამდე. ყოველი ვარსკვლავი აწარმოებს სითბოს. ზოგიერთი აწარმოებს 1000 ჯერ მეც ვიდრე მზე, ზოგიერთი აწარმოებს 1000 ჯერ ნაკლებს. მაგრამ ყველა ისინი ერთად ასხივებენ რიცხვს, რომელსაც თითქმის შეუძლებელია გამოთქმა სიტყვებით. გალაქტიკა არის გიგანტური მოძრავი კონსტრუქცია სითბოს და სინათლისაოსა და სინათლისა, რომელიც ბრუნავს ბნელი მატერიის გარშემო და აწარმოებს უზარმაზარ რაოდენობით ენერგიას. ახლა გადავიდეთ სამყაროს დასაქმულ ნაწილზე. 2 ტრილიონი გალაქტიკა. ყოველი შეიცავს მილიარდობით ვარსკვლავას. ყოველი ვარსკვლავი აწარმოებს სითბოს. ყოველი გალაქტიკა ასხივებს რიცხვს, რომელსაც არ შეუძლია დამუშავება ადამიანურმა ტვინმა. მთელი დასაქმული სამყარო არის ოკეანეს სითბოსა და ენერგიისა, რომელიც ვრცელდება და ფართოვდება. და მაინც, მიუხედავად ყველა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ სამყარო სავსეა ტრილიონობით ვარსკვლავით, რომლებიც აწარმოებენ ენერგიას, რომელსაც თითქმის შეუძლებელია წარმოდგენა. სივრცე თავად რჩება -270 გრადუსზე ცელსიუსით. აი სად იწყება ყველაზე დიდი პარადოქსი ფიზიკაში. რადგან ამ წამს, როცა თქვენ უსმენთ ამ სიტყვებს, მიმდინარეობს რაღაც, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც თქვენი ინტუიცია გიმბობთ. ამ წუთში მზე ასხივებს უზარმაზარ რაოდენობით ენერგიას თქვენი მიმართულებით. ფოტონები მოძრაობენ სინათლის სიჩქარით, კვეთენ 150 მილიონ კილომეტრს 8 წუთში და აღწევენ დედამიწის ატმოსფეროს. ნაწილი მათგანი აღწევს თქვენს კანს და გადაიქცევა სითბოდ. თქვენ გრძნობთ მზის სითბოს თუ იჯდებით ფანჯრის მახლობლად. მაგრამ ამ წუთში კოსმოსში, სივრცეში, თქვენს თავს ზემოთ, სადაც არ არსებობს ჰაერი და არ არსებობს მატერია, ტემპერატურა არის -270 გრადუსი ცელსიუსით. მზე აღწევს თქვენამდე, ათბობს თქვენს კანს, მაგრამ სივრცე თავად რჩება გაყინული. რატომ? რადგან სივრცე არის თითქმის სრულყოფილი ვაკუუმი და ვაკუუმში სითბო არ შეიძლება გავრცელდეს გამტვარობით ან კონვექციით. ერთადერთი მეთოდი არის გამოსხივება და გამოსხივება მოითხოვს მიმღებს. თუ ფოტონი მოძრაობს კოსმოსში და არასოდეს ეჯახება არაფერს, იგი არასოდეს გადაიქცევა სითბოდ. იგი უბრალოდ მოძრაობს სამუდამოდ, ატარებს ენერგიას, რომელიც არასოდეს გამოიყენება. აი რატომ არის კოსმოსი ასე ცივი? არა იმიტომ, რომ არ არსებობს სითბო, არამედ იმიტომ, რომ სითბო არ შეუძლია გავრცელდეს. ენერგია არის იქ, რიგ, მაგრამ იგი მოძრაობს უსასრულო სივრცის გავლით და არასოდეს აღწევს არაფერს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ უზარმაზარ სტადიონზე, რომელიც დაფარულია სრული ბნელით. ადამიანი მეორე მხარეს კრავს ფანარით, რომელიც არის ძალიან ძლიერი. სინათლე მოდის თქვენკენ და თქვენ ხედავთ მას, მაგრამ სივრცე თქვენ შორის არ ანათებს. სინათლე უბრალოდ გადის გარდა, ინახავს ენერგიას და არ ათბობს ჰაერს გზაზე. რადგან ჰაერი არის თითქმის გამჭვირვალე და არ იწვევს ამ სინათლეს, ზუსტად ასე მუშაობს კოსმოსი. მზე კრავს უზარმაზარი რაოდენობით ენერგიას ყველა მიმართულებით. ეს ენერგია მოძრაობს სივრცეში, მაგრამ სივრცე თავად არ ათბობს, რადგან არ არსებობს არაფერი, რაც შეიძლება შეიწოვოს ეს ენერგია. და აქ ჩვენ აღწევთ ერთ-ერთ ყველაზე საოცარ დასკვნამდე თანამედროვე ფიზიკაში. კოსმოსი არის ცივი არა იმიტომ, რომ არ არსებობს ენერგია, ბრგია. კოსმოსი არის ცივი, რადგან არსებობს ძალიან ბევრი ცარიელი სივრცე და ძალიან ცოტა მატერია, რომელსაც შეუძლია შეიწოვოს ეს ენერგია. მოდით ეს გადავიდეს კიდევ უფრო ღრმად და განვიხილოთ, რა ნიშნავს ეს სიცოცხლისთვის, ტექნოლოგიისთვის და მთელი სამყაროს საბოლოო ბედისთვის. წარმოიდგინეთ, რომ დედამიწა არის როგორც მცირე კუნძული თბილ წყალში, რომელიც მდებარეობს შუაგულში უზარმაზარი გაყინული ოკეანისა. ეს კუნძული აღწევს სითბოს მზისგან და ინახავს ამ სითბოს ატმოსფეროს დახმარებით.
მაგრამ კოსმოსი გარშემო არის როგორც უზარმაზარი გაყინული ოკეანე, რომელიც არის -270 გრადუსზე. თუ ატმოსფერო გაქრა, დედამიწა დაიწყებდა სითბოს დაკარგვას და გაციოდა მერკურის ღამის მხარის ტემპერატურამდე. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ფიზიკოსები აღმოაჩინეს მხოლოდ ბოლო 100 წელიწადში და რაც ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს გაგებას სამყაროს შესახებ. კოსმოსის ტემპერატურა არ არის მუდმივი. იგი იცვლებოდა დროთა განმავლობაში და გააგრძელებს ცვლილებას მომავალში. დიდი აფეთქების შემდეგ სამყაროს ტემპერატურა იყო ტრილიონობით გრადუსი. ყველაფერი იყო იმდენად ცხელი, რომ თუნდაც ატომები ვერ ყალიბდებოდნენ. პროტონები, ნეიტრონები და ელექტრონები არსებობდნენ, როგორც თავისუფალი ნისუფალი ნაწილაკები პლაზმის ოკეანეში, რომელიც ავსებდა მთელ სამყაროს. რამდენიმე წუთის შემდეგ სამყარო გაფართოვდა და გაციოდა საკმარისად, რომ ატომები შეეძლოთ ყალიბდება. ტემპერატურა ჩამოვარდა დაახლოებით 3000 კელვინამდე. ეს არის ტემპერატურა, რომელშიც ჰიდროგენის და ჰელიუმის ატომები შეიძლება არსებობდნენ სტაბილურად. რამდენიმე ასეული 1000 წლის შემდეგ სამყარო გაციოდა კიდევ უფრო და ტემპერატურა ჩამოვარდა დაახლოებით 3000 კელვინამდე. ამ მომენტში სამყარო გახდა გამჭვირვალე. ფოტონები შეეძლოთ მოძრაობა თავისუფლად, რადგან აღარ არსებობდა ცხელი პლაზმა, რომელიც ბლოკავდა მათ. ეს ფოტონები, რომლებიც გამოვიდა ამ ეპოქიდან, კვლავ არსებობენ დღეს. ისინი არიან ის, რასაც ჩვენ უწოდებთ კოსმიურ მიკროტალღურ ფონურ გამოსხივებას. მაგრამ სამყაროს გაფართოების გამო ამ ფოტონების ტალღის სიგრძე გაიწელა და მათი ენერგია შემცირდა. ამჟამად ამ გამოსხივების ტემპერატურა არის მხოლოდ 2 კელვინი და 70 გრადუსი. ეს ნიშნავს, რომ სამყაროს ტემპერატურა ჩამოვარდა 14 მილიარდი წლის განმავლობაში ტრილიონობით გრადუსიდან 2 კელვინამდე. ეს არის გაცივება იმდენი მასშტაბით, რომ თითქმის შეუძლებელია წარმოდგენა. და მომავალში სამყარო გააგრძელებს გაცივებას. ყოველი მილიარდი წლით კოსმიური ფონური გამოსხივების ტემპერატურა იკლებს. საბოლოოდ, ბევრი მილიარდი წლის შემდეგ ტემპერატურა იქნება ასე ახლოს აბსოლუტურ ნულთან, რომ განსხვავება აღარ იქნება გაზომვადი. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ფიზიკოსებმა დაინხესდა, რაც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ ველით კოსმოსის ტემპერატურის შესახებ. არსებობენ რეგიონები კოსმოსში, რომლებიც არიან უფრო ცივები, ვიდრე კოსმიური ფონური გამოსხივება. როგორ არის ეს შესაძლებელი? პასუხი დაკავშირებულია ბუმერანგის ნისლთან, რომელიც მდებარეობს დაახლოებით 5000 სინათლის წელიწადში დედამიწიდან თანავარსკვლავედში კენტავრი. ეს ნისლი არის ნარჩენი მოკვდავი ვარსკვლავისა, რომელმაც გამოდევნა თავისი გარეფენები კოსმოსში. აირი, რომელიც გამოვიდა ამ ვარსკვლავიდან, ფართოვდება ძალიან სწრაფად. როდესაც აირი ფართოვდება, იგი ციოდება. ეს არის იგივე პრინციპი, რომელსაც იყენებს კონდიცირების სისტემის სისტემა. როდესაც თქვენ აიძულებთ აირს გაფართოვდეს, იგი კარგავს ტემპერატურას. ბუმერანგის ნისლში აირი ფართოვდება ასე სწრაფად, რომ ტემპერატურა ჩამოვარდა 1 კელვინამდე. ეს არის 9 გრადუსი აბსოლუტურ ნულზე უფრო მაღალი და ეს არის ყველაზე ცივი ბუნებრივი ადგილი, რომელიც ოდესმე აღმოჩენილია სამყაროში. მაგრამ ადამიანებმა შეძლეს შექმნან რაიმე უფრო ცივი. ლაბორატორიებში დედამიწაზე მეცნიერებმა გააციეს ატომები ტემპერატურებამდე, რომლებიც არიან ბილიონედი კელვინი აბსოლუტურ ნულზე ზემოთ. ეს არის ტემპერატურები, რომლებიც ვერასოდეს არსებობდნენ ბუნებაში სამყაროს არც ერთ ადგილას. ადამიანობამ შექმნა ყველაზე ცივი ადგილები მთელ სამყაროში. როგორ? პასუხია ლაზერული გაცივება. ფიზიკოსები იყენებენ ლაზერის სხივებს, რომლებიც დაკავშირებულია ატომებთან ისე, რომ ნელდება მათი მოძრაობა. როდესაც ატომი შთანთქავს ფოტონს, იგი იღებს მცირე ბიძგს. თუ ფოტონი მოდის საპირისპირო მიმართულებით ვიდრე ატომის მოძრაობა, ეს ბიძგი ანელებს ატომს. სატომს ფიზიკოსები უბიძგებენ მილიონობით ფოტონს ატომებში ყველა მიმართულებიდან და ნელა ანელებენ მათ თითქმის სრულ შეჩერებამდე. როდესაც ატომები თითქმის ჩერდებიან, მათი ტემპერატურა ეცემა თითქმის აბსოლუტურ ნულამდე. ამ ტემპერატურაზე ატომები ქმნიან ბოზე-აინშტაინის კონდენსატს, მდგომარეობას, სადაც ყველა ატომი იქცევა როგორც ერთი კვანტური ობიექტი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მიღწევა ექსპერიმენტულ ფიზიკაში. ადამიანობამ არა მხოლოდ გაიგო თუ რატომ არის კოსმოსი ასე ცივი, არამედ შექმნა ადგილები, რომლებიც არიან უფრო ცივები, ვიდრე ბუნება ოდესმე შეძლო. მაგრამ აქ იწყება რაღაც, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს მეცნიერებს. მე კარგად მესმის, რაზე ფიქრობთ ახლა. ეს ყველაფერი ჟღერს უზარმაზრად თეორიულად. ზოგი თქვენგანი ფიქრობს, კარგი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის? რატო უნდა ვიზრუნო კოსმოსის ტემპერატურაზე, როდესაც მე ვარ აქ, დედამიწაზე, სადაც ცხელია ზაფხულში და ცივი ზამთარში? და ზოგი თქვენგანი ფიქრობს, ეს ხომ არ არის მეტი ფსევდომეცნიერება. ბევრი ვიდეო ინტერნეტში ამბობს საოცარ ფაქტებს კოსმოსის შესახებ და შემდეგ აღმოჩნდება, რომ 9 მათგანი არის გაზვიადებული ან მოგონილი.
ეს არის ლეგიტიმური შეშფოთება და მე ვაპირებ მოგცეთ პატიოსანი პასუხი. პირველი. ყველაფერი, რასაც ამბობ ამ სცენარში, დაფუძნებულია გაზომილ მონაცემებზე ექსპერიმენტებიდან, რომლებიც განმეორებულია ასობით ლაბორატორიაში მთელ მსოფლიოში. კოსმიური ფონური გამოსხივების ტემპერატურა 2 კელვინი და 7 გრადუსი არ არის თეორიული რიცხვი. ეს არის გაზომილი რიცხვი. მეცნიერებმა გამოიყენეს მიკროტალღური დეტექტორები დედამიწაზე, სატელიტები კოსმოსში და ბალონები სტრატოსფეროში, რომ დაადასტურონ ეს რიცხვი უზარმაზარი სიზუსტით. 1994 წელს NASA-ს კობე მისიამ გაზომა კოსმიური ფონური გამოსხივება და აჩვენა, რომ იგი არის თითქმის პერფექტულად თანაბარი ყველა მიმართულებით, განსხვავებით მხოლოდ 100,000 გრადუსით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი გაზომა, რაც ოდესმე განხორციელებულა ფიზიკაში. 2001 წელს NASA-ს WMAP მისიამ გააკეთა კიდევ უფრო ზუსტი გაზომა. 2013 წელს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ პლანკის მისიით გააკეთა ყველაზე ზუსტი გაზომა ამ დრომდე. ყველა ეს მისია დაადასტურა იგივე რიცხვი, 2 კელვინი და 7 გრადუსი, ზუსტად როგორც თეორია პროგნოზირებდა. მეორე. ბოზე-აინშტაინის კონდენსატი არ არის თეორია. ეს არის მდგომარეობა მატერიისა, რომელიც შექმნილია ლაბორატორიებში და დადასტურებულია ათასობით ექსპერიმენტით. 1995 წელს ამერიკელმა ფიზიკოსებმა ერიკ კორნელმა და კარლ ვიმანმა შექმნეს პირველი ბოზე-აინშტაინის კონდენსატი ატომებისგან რუბიდიუმისა. მათ მიანიჭეს ნობელის პრემია ფიზიკაში 2001 წელს ამ მიღწევისთვის. მას შემდეგ ასობით ლაბორატორია მთელ მსოფლიოში შექმნა ბოზე-აინშტაინის კონდენსატებს სხვადასხვა ატომებისგან. ეს არის ექსპერიმენტული ფაქტი, არა თეორიული სპეკულაცია. მესამე. ჰოუკინგის გამოსხივება. შავი ხვრელებიდან არის თეორია, მაგრამ ეს თეორია დაფუძნებულია ფუნდამენტურ პრინციპებზე კვანტური მექანიკისა და ზოგადი ფარდობიტობისა. არავის არასოდეს შეუმჩნევია ჰოუკინგის გამოსხივება უშუალოდ, რადგან შავი ხვრელები, რომლებიც არსებობენ ბუნებაში, არიან ძალიან დიდები და ასხივებენ ძალიან ციუ გამოსხივებას, რომელიც შეუძლებელია დადგინდეს ჩვენი მიმდინარე ტექნოლოგიით. მაგრამ თეორია თავად არის მყარი და პროგნოზირებები, რომლებსაც ის აკეთებს სხვა ფენომენების შესახებ, არიან დადასტურებული ექსპერიმენტულად. ახლა პატიოსნად მოგიყვებით, რას არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რატომ სამყარო შეიქმნა დიდი აფეთქებით. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა პირველ 1000 წამში დიდი აფეთქების შემდეგ. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს ბნელი მატერია და რა არის იგი. ჩვენ არ ვიცით, რატომ სამყაროს გაფართოება აჩქარებს. ჩვენ არ ვიცით, შეიძლება თუ არა რამ არსებობდეს კოსმოსში, რომელიც არ ექვემდებარება ჩვენს ფიზიკის კანონებს. მაგრამ ის, რასაც ვიცით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით, რომ კოსმოსი არის -270 გრადუსზე ცელსიუსით, რადგან ჩვენ გავზომეთ ეს. ჩვენ ვიცით, რომ სამყარო გაციოდა 14 მილიარდი წლის განმავლობაში, რადგან ჩვენ დავინახეთ მტკიცებულება ამისულება ამისა. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან ტემპერატურები, რომლებიც არიან უფრო ცივები, ვიდრე ნებისმიერი ადგილი სამყაროში, რადგან ჩვენ გავაკეთეთ ეს. და ის, რასაც ყველაზე მეტად ვიცით, არის ის, რომ ტემპერატურა არ არის უბრალოდ საზომი სითბოსა. ეს არის საზომი ენერგიისა, ორგანიზაციისა და თავად სიცოცხლის შესაძლებლობისა. რადგან სიცოცხლე, როგორც ჩვენ ვიცით, მოითხოვს განსხვავებას ტემპერატურაში. სიცოცხლე მოითხოვს წყაროს სითბოსა და რეზერვუარს სიცილვარს სიციოსა. სიცოცხლე მოითხოვს ნაკაცეს ენერგიისა, რომელიც გადის სისტემას და ქმნის სტრუქტურას, ორგანიზაციას და კომპლექსურობას. დედამიწაზე ეს განსხვავება მოდის მზისგან, რომელიც არის ცხელი წყარო, და კოსმოსისგან, რომელიც არის ცივი რეზერვუარი. ეს ნაკადი ენერგიისა, ცხელიდან ციოისკენ, არის ის, რაც ქმნის ყველაფერს: ამინდს, ოკეანის დინებებს, ფოტოსინთეზს, ევოლუციას და სიცოცხლეს თავად. თუ სამყარო იყო ერთი და იგივე ტემპერატურა ყველგან, თუ არ არსებობდა განსხვავება ცხელსა და ციოს შორის, არაფერი შეიძლება მოხდეს. არ არსებობდა ნაკადი ენერგიისა, არ არსებობდა სტრუქტურა, არ არსებობდა ცვლილება და არ არსებობდა სიცოცხლე. აი რატომ არის ტემპერატურა კოსმოსისა ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანი? არა იმიტომ, რომ ეს არის საინტერესო ტრივია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა, რომელიც აძლევს სამყაროს შესაძლებლობას ჰქონდეს სიცოცხლე, შეგნება და ცივილიზაცია. და ახლა რაც ყველაზე მეტად შემაშინებს მეცნიერებს, არის ის, რომ ეს განსხვავება ნელა ქრება. რადგან სამყარო გააგრძელებს გაფართოებას და გაცივებას. ვარსკვლავები დაწვავენ საკუთარ საწვავს. მზე შეწყვეტს ენერგიის წარმოებას დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ. სხვა ვარსკვლავები დიდიდან მცირე შეწყვეტენ უფრო ადრე ან უფრო გვიან. საბოლოოდ ყველა ვარსკვლავი გაქრება. როდესაც ეს მოხდება, სამყარო დარჩება მხოლოდ შავი ხვრელებით, ნეიტრონული ვარსკვლავებით
და ცივი პლანეტებით, რომლებიც მოძრაობენ ბნელში. ტემპერატურა გააგრძელებს დაქვეითებას, რადგან სამყარო გააგრძელებს გაფართოებას. კოსმიური ფონური გამოსხივება გახდება სულ უფრო და უფრო სუსტი, მისი ტალღის სიგრძე გაიწელება და მისი ენერგია შემცირდება. საბოლოოდ, ტრილიონობით ტრილიონი წლის შემდეგ სამყარო მიაღწევს მდგომარეობას, რომელსაც ფიზიკოსები უწოდებენ თერმულ სიკვდილს. ეს არის მდგომარეობა, სადაც ყველა ენერგია თანაბრად არის განაწილებული, სადაც აღარ არსებობს განსხვავება ტემპერატურაში და სადაც არაფერი აღარ შეიძლება მოხდეს. ამ მდგომარეობაში სამყარო იქნება თითქმის აბსოლუტურ ნულზე. არ იარსებებს ვარსკვლავები, არ იარსებებს პლანეტები, არ იარსებებს სიცოცხლე. მხოლოდ ცივი, ბნელი, უფსკრული, სადაც არაფერი მოძრაობს და არაფერი იცვლება. ეს არის საბოლოო ბედი სამყაროსი, თუ ის გააგრძელებს გაფართოებას სამუდამოდ. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ფიზიკოსებმა ბოლო დროს დაინახეს და რაც აძლევს მცირე იმედს. კვანტური მექანიკა ამბობს, რომ ვაკუუმი არ არის მთლიანად ცარიელი. თუნდაც სრულ უფსკრულში არსებობენ კვანტური რქევები, ვირტუალური ნაწილაკები, რომლებიც ჩნდებიან და ქრებიან. ეს ნაწილაკები ატარებენ ენერგიას, თუნდაც მცირე რაოდენობით. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც თერმული სიკვდილის შემდეგ, თუნდაც როდესაც სამყარო არის თითქმის აბსოლუტურ ნულზე, კვლავ იარსებებს მცირე რაოდენობით ენერგია ვაკუუმში. ეს ენერგია არის ასე მცირე, რომ იგი პრაქტიკულად არაფერს აკეთებს, მაგრამ იგი არსებობს. ზოგიერთი ფიზიკოსი ვარაუდობს, რომ ეს კვანტური ენერგია შეიძლება ძალიან დიდი დროის შემდეგ გამოიწვიოს რაიმე ახალი. შეიძლება ტრილიონობით წლის შემდეგ კვანტური რხევები შეიძლება შექმნან ახალ დიდ აფეთქებას და ახალ სამყაროს. მაგრამ ეს არის სპეკულაცია. არავინ იცის მოხდება თუ არა ეს. და თუნდაც თუ მოხდა, ეს იქნება ასე შორეულ მომავალში, რომ რიცხვს თითქმის არ აქვს მნიშვნელობა. რასაც ვიცით დარწმუნებულად არის ის, რომ ამ წუთში, როცა თქვენ უსმენთ ამ სიტყვებს, სამყარო ციოდება. ყოველი წამით ენერგია ვრცელდება. ყოველი წუთით განსხვავება ტემპერატურაში მცირდება. ყოველი საუკუნით სამყარო მოძრაობს ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს თერმული სიკვდილისკენ. მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს ასე გიგანტურ დროს, რომ თქვენ, მე და მთელი ადამიანობა არსებობს უსასრულოდ მცირე მომენტში სამყაროს ისტორიაში, მომენტში, სადაც კვლავ არსებობს ვარსკვლავები, კვლავ არსებობს პლანეტები და კვლავ არსებობს შესაძლებლობა სიცოცხლისა. ჩვენ ცხოვრობთ სპეციალურ ეპოქაში, სადაც კოსმოსი არის ცივი, მაგრამ არა იმდენად ცივი, რომ სიცოცხლე შეუძლებელი იყოს. ეპოქაში, სადაც ვარსკვლავები ასხივებენ სითბოს, მაგრამ სივრცე რჩება გაყინული. ეპოქაში, სადაც განსხვავება ტემპერატურაში არის საკმარისი, რომ შექმნას ქარი, წყალი, ფოტოსინთეზი და შეგნება. და აქ არის საბოლოო პასუხი კითხვაზე, რატომ კოსმოსი არის ასე ცივი? კოსმოსი არის ცივი, რადგან სივრცე არის თითქმის ცარიელი. კოსმოსი არის ცივი, რადგან გამოსხივება არის ნელი პროცესი. კოსმოსი არის ცივი, რადგან სამყარო ფართოვდება და ენერგია ფანტდება. კოსმოსი არის ცივი, რადგან ნორმა სამყაროსი არის ენტროპია, ქაოსი და თანაბარი განაწილება ენერგიისა. სითბო, სტრუქტურა და სიცოცხლე არიან გამონაკლისები, არა წესი. ისინი არიან დროებითი მოვლენები უზარმაზარ ცივ უფსკროლში, მოვლენები, რომლებიც არსებობენ, რადგან სამყარო არ მიაღწია თერმულ ბალანსს. და მთელი ჩვენი არსებობა, მთელი ჩვენი ისტორია, მთელი ჩვენი ცივილიზაცია დამოკიდებულია ამ განსხვავებაზე, ამ ნაკადზე ენერგიისა ცხელიდან ციოისკენ, ამ დელიკატურ ბალანსზე, მზის სითბოსა და კოსმოსის სიციოს შორის. სანამ ეს ბალანსი არსებობს, სანამ მზე აწარმოებს სითბოს და კოსმოსი რჩება ცივი, სანამ განსხვავება არსებობს, სიცოცხლე შეძლებს გაგრძელებას. მაგრამ როდესაც ეს განსხვავება საბოლოოდ გაქრება, როდესაც ყველაფერი მიაღწევს იმავე ტემპერატურას, როდესაც სამყარო აღწევს თერმულ სიკვდილს, მაშინ ყველაფერი შეჩერდება. და ეს საბოლოო ჯამში არის ყველაზე ღრმა სიმართლე ტემპერატურის შესახებ, სიცოცხლის შესახებ და თავად самкарос შესახებ. Предыдущая часть завершилась глубоким философским выводом о природе температуры, жизни и энтропии. Писатель номер 4 уже раскрыл физику холода космоса, термодинамику и энтропию, границы познания, что мы не знаем, связь температуры с существованием жизни, тепловую смерть Вселенной. Мой финал должен, первое, замкнуть круг композиции, второе, вернуться к человеку, третье, создать философское завершение, четвертое, оставить открытый вопрос, დაბრუნდით თქვენს ოთახში. ეხლა ამ წამს. თქვენ ზიხართ სკამზე ან დგახართ, შეიძლება სასმელს სვამთ, შეიძლება თქვენი სახლის გარეთ თოვლი მოდის ან მზე ანათებს. თქვენი კანი გრძნობს ჰაერის ტემპერატურას. თქვენი სხეული ინარჩუნებს 27 გრადუს ცელსიუს შიგნით. თქვენი გული ცემს, თქვენი ფილტვები სუნთქავს, თქვენი ტვინი ამუშავებს ამ სიტყვებს.
ყოველი ეს პროცესი აწარმოებს სითბოს, მცირე რაოდენობას, მაგრამ საკმარის. და ამ წუთში თქვენ ხართ მცირე კუნძული თბოსა გიგანტურ ციოშ ოკეანეში. რადგან იქით თქვენი ოთახის კედლების მიღმა, თქვენი სახლის მიღმა, ატმოსფეროს მიღმა, კოსმოსი ელოდება. -270 გრადუსზე, 2 კელვინზე და 7 გრადუსზე. ასე ცივი, რომ ჰაერი თავად გატკინული იქნებოდა ერთ წამში. ასე ცივი, რომ წყალი გადაიქცეოდა ტკინულად მყისიერად. ასე ცივი, რომ მთელი ოკეანეები დედამიწისა გაქრდებოდა ყინულის უზარმაზარ ქერქად, რამდენიმე საათში თუ მზე უეცრად გაქრდა. მაგრამ მზე არ ქრება. არა ეხლა. არა კიდევ 5 მილიარდი წლის განმავლობაში. და მთელი ეს დრო იგი გააგრძელებს ასხივებას ენერგიისა, გააგრძელებს შენარჩუნებას ამ დელიკატური ბალანსის, ამ სასოწარკვეთილი ბრძოლის სითბოსა უფსკრულის წინააღმდეგ. და ამ ბრძოლაში თქვენ, მე, ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე, ჩვენ ყველა ვართ მხარე ერთი მხარისა. ჩვენ ვართ მოკავშირეების სითბოს წინააღმდეგ ენტროპიისა. აქ არის პარადოქსი, რომელსაც ფიზიკოსები ვერ განსაჯეს სრულად. თქვენი სხეული შედგება ატომებისგან, რომლებიც შეიქმნა ვარსკვლავების შიგნით. ნახშირბადი თქვენს ხორცში, რკინა თქვენს სისხლში, კალციუმი თქვენს ძვლებში, ყველა ეს ელემენტი გაჩნდა ბირთვულ რეაქციებში ვარსკვლავების ცენტრში. ბის ცენტრში. როდესაც ის ვარსკვლავები აფეთქდა სუპერნოვებად, ისინი გაანთავისუფლეს ეს ატომები კოსმოსში. ეს ატომები მოგზაურობდნენ მილიარდობით წლების განმავლობაში, კვეთდნენ ცივ უფსკრულს, ბოლოს შეიკრიბა ღრუბელში, მტვრისა და აირისა, რომელიც გახდა მზის სისტემა. შემდეგ დედამიწა, შემდეგ თქვენ. თქვენ ხართ ნახშირბადი ვარსკვლავებიდან. თქვენ ხართ ნაწილი იმ სითბოსი, რომელიც ოდესღაც იყო ბირთვულ ცეცხლში. თქვენ ხართ პირდაპირი მემკვიდრე ენერგიისა, რომელიც აფეთქდა დიდ აფეთქებაში 14 მილიარდი წლის წინ. და ახლა ამ მომენტში თქვენ ინარჩუნებთ ამ ენერგიას, ინარჩუნებთ ამ სითბოს წინააღმდეგ მუდმივი ზეწოლის კოსმოსისა, რომელიც მოითხოვს, რომ ყველაფერი გაციოს, ყველაფერი შეჩერდეს, ყველაფერი მიაღწიოს ბალანსს. თქვენი შეგნება, თქვენი აზრები, თქვენი მეხსიერება, თქვენი სიზმარები, ყველა ეს არის შედეგი ელექტრიული იმპულსებისა, რომლებიც მოძრაობენ ნეირონებში თქვენი ტვინის შიგნით. ყოველი იმპულსი მოითხოვს ენერგიას, ყოველი აზრი მოითხოვს სითბოს. და ყოველ წამს თქვენი ტვინი მოიხმარს დაახლოებით 20 ვატს ენერგიას. ეს არის საკმარისი ენერგია, რომ აანათოს მცირე ნათურა. თქვენი ტვინი, რომელიც არის მხოლოდ 2% თქვენი სხეულის წონისა, მოიხმარს 20% თქვენი სხეულის მთლიანი ენერგიისა. აზროვნება არის ძვირი პროცესი. შეგნება არის ენერგიის გაფლანგვა. მაგრამ ეს არ არის უსარგებლო გაფლანგვა. ეს არის ორგანიზებული გაფლანგვა, სტრუქტურირებული გაფლანგვა, რომელიც ქმნის რაღაცას ახალს, ინფორმაციას, მეხსიერებას, გაგებას, შეგნებას. თქვენი ტვინი იღებს ენერგიას გლუკოკოზისა და ჟანგბადისა თქვენი სისხლიდან. იგი აქცევს ამ ენერგიას ელექტრიულ იმპულსებად, კოორდინირებულ ალნებად აქტივობისა, რომლებიც წარმოქმნიან აზრებს, გრძნობებს და გადაწყვეტილებებს. და საბოლოოდ, ყველა ეს ენერგია იქცევა სითბოდ. თქვენი თავი თბება, როდესაც თქვენ ფიქრობთ ინტენსიურად. თქვენი სხეული ასხივებს ინფრაწითელ გამოსხივებას გარშემო. თქვენ ხართ მცირე ვარსკვლავი, მცირე მზე, რომელიც ანათებს არა სინათლეს, არამედ აზრებს. გახსოვთ, როგორ დავიწყეთ? გახსოვთ კითხვა, რომელიც ჟღერდა უცნაურად, სად იკარგება მზის სითბო? ახლა თქვენ იცით პასუხი. იგი არ იკარგება, იგი ვრცელდება, იგი ფანტდება. იგი გადაიქცევა იმდენად გაფანტულად, რომ აღარ შეუძლია გააკეთოს რაიმე სასარგებლო. მაგრამ ეს არ არის დაკარგვა. ეს არის ტრანსფორმაცია. ენერგია კვლავ არსებობს, იგი უბრალოდ არის სხვა ფორმაში, იმდენად დიფუზურ ფორმაში, რომ ჩვენ აღარ შეგვიძლია მისი გამოყენება. და აქ არის ყველაზე საშინელი სიმართლე და ყველაზე ლამა სიმართლე ერთდროულადმი. სხეულთლე ერთდროულად თქვენ ემორჩილება იგივე კანონებს, როგორც მზე, როგორც გალაქტიკა, როგორც მთელი სამყარო. თქვენ არ შეგიძლიათ გაექცეთ თერმოდინამიკის კანონებს. ყოველი წამით თქვენი სხეული აწარმოებს ენტროპიას. ყოველი აზრი, ყოველი მოძრაობა, ყოველი გულისცემა ზრდის არეულობას სამყაროში. თქვენ არ შეგიძლიათ შექმნათ ორგანიზაცია თქვენ შიგნით დამოუკიდებლად. თქვენ ანგრევთ ორგანიზაციას თქვენს გარეთ. თქვენ ჭამთ საკვებს, რომელიც შეიცავს სტრუქტურას, მოლეკულებს, რომლებიც ორგანიზებულია. თქვენ ანგრევთ ამ სტრუქტურას, ათხევთ ამ მოლეკულებს და იყენებთ ენერგიას, რომელიც გამოდის, რომ შეინარჩუნოთ თქვენი საკუთარი სტრუქტურა. თქვენ ხართ მანქანა, რომელიც ქმნის ორგანიზაციას, შიგნით ქმნით ქაოსს გარეთ. მაგრამ ეს არ არის უზნეო, ეს არ არის უსარგებლო. რადგან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენ ქმნით თქვენს შიგნით, არის თავად სიცოცხლე. და ეს სიცოცხლე ქმნის აზრებს,
და ეს აზრები ქმნიან ხელოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ცივილიზაციას. თქვენ შენიშვნად ზრდით ენტროპიას სამყაროში, მაგრამ თქვენ ასევე ქმნით ერთადერთ ადგილს სამყაროში, სადაც არსებობს შეგნება, გაგება და მნიშვნელობა. და ეს არის უდიდესი პარადოქსი თერმოდინამიკისა. სიცოცხლე არის დროებითი შემცირება ენტროპიისა ადგილობრივ მასშტაბზე, ფასად უფრო დიდი ზრდის გლობალურ მასშტაბზე. წარმოიდგინეთ მთელი სამყარო როგორც უზარმაზარი მდინარე, რომელიც მიედინება ორგანიზაციიდან ქაოსისკენ, კონცენტრირებული ენერგიიდან გაფანტული სითითბოსკენ, სტრუქტურიდან არეულობისკენ. ეს მდინარე არის შეუჩერებელი, იგი არის კანონი ბუნებისა. მაგრამ აქ და იქ, ამ მდინარეში, არის მცირე მორევები, პატარა ჭავლები, სადაც ნაკადი ქმნის რაღაცას უეცარს, სტრუქტურას, ორგანიზაციას, ორდერს. ეს ჭავლები არიან ვარსკვლავები, პლანეტები და სიცოცხლე. ისინი არსებობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკადი არსებობს. ისინი არიან შედეგი გრადიენტის, განსხვავების, ნაკადის ენერგიისა ცხელიდან ციოისკენ. და თქვენ ამ მომენტში ხართ ერთ-ერთი ასეთი ჭავლი. თქვენ ხართ დროებითი შეშფოთება მუდმივ ნაკადში ენტროპიისა, მცირე კუნძული ორგანიზაციისა, ოკეანეში ქაოსისა. თქვენ არ შეგიძლიათ შეაჩეროთ მდინარე. თქვენ არ შეგიძლიათ შეაქციოთ მისი მიმართულება. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ არსებობა რამდენიმე მომენტი. შეგიძლიათ იყოთ თვით შეგნებული. შეგიძლიათ იზრუნოთ, ისწავლოთ, შექმნათ და გაიგოთ. და შესაძლოა შეგიძლიათ გაიეთ კიდევ რაღაც. შესაძლოა შეგიძლიათ დასვათ კითხვა, რომელსაც არც ერთ ვარსკვლავს, არც ერთ გალაქტიკას არ შეუძლია დასმა. შესაძლოა შეგიძლიათ იკითხოთ, რატომ? რატომ არსებობს ეს სამყარო? რატომ არსებობს რაიმე ვიდრე არაფერი? რატომ არის კანონები ფიზიკისა ზუსტად ასეთი, რომ აძლევს შესაძლებლობას სტრუქტურას, სიცოცხლეს და შეგნებას? რატომ არის სამყარო არაერთი უზარმაზარი ცარიელი სივრცე ერთი ტემპერატურისა, არამედ დინამიური, კომპლექსური, განვითარებადი ადგილი? ფიზიკა შეიძლება მოგცეთ პასუხი, როგორ ჩნდება სტრუქტურები სამყაროში, მაგრამ ფიზიკა ვერ გეტყვით რატომ. მეცნიერება შეიძლება აღწეროს მექანიზმები, კანონები, პროცესები, მაგრამ მეცნიერება ვერ ახსნის, რატომ არის ეს კანონები სწორედ ასეთი. რატომ მათ აქვთ ისეთი თვისებები, რომლებიც აძლევენ შესაძლებლობას გალაქტიკებს, ვარსკვლავებს, პლანეტებს, ცხოველებს და თქვენს და თქვენ არსებობას. ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, რომ ეს კითხვები არ არის მეცნიერული. ისინი ამბობენ, რომ სამყარო უბრალოდ არის ისეთი, როგორიცაა და ჩვენ უნდა ავხსნათ ის, რაც ვხედავთ, არა ვიფიქროთ, რატომ ხედავთ მას. მაგრამ სხვები ამბობენ, რომ ეს კითხვები არის ყველაზე ღრმა და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებსაც ადამიანობას შეუძლია დასმა. ისინი არიან საზღვარი მეცნიერებასა და ფილოსოფიას შორის, საზღვარი ვარი ცოდნასა და საიდუმლოს შორის, საზღვარი იმასა, რასაც ვიცით და იმასა, რასაც შესაძლოა არასოდეს გავიგოთ. და აქ არის ბოლო სიმართლე, რომელიც მე შემიძლია გაგიზიაროთ. თქვენ როგორც ადამიანი, როგორც თვითშეგნებული არსება, ხართ ნაწილი სამყაროსი, რომელმაც მოიპოვა უნარი დაინახოს საკუთარი თავი. თქვენ ხართ ატომები, რომლებიც ორგანიზდნენ იმდენად კომპლექსურად, რომ მათ შეუძლიათ აზროვნება საკუთარ ატომებზე. თქვენ ხართ ნაწილი ენერგიისა დიდი აფეთქებიდან, რომელიც გამოვლინდა ფორმაში, რომელმაც შეეძლო კითხვის დასმა. სად წავიდა დანარჩენი ენერგია? თქვენ ხართ დროებითი კონფიგურაცია მატერიისა და ენერგიისა, რომელმაც შეძლო იკითხოს, რატომ არსებობს რაიმე. და შესაძლოა ეს არის პასუხი კითხვაზე, რატომ. შესაძლოა სამყარო არსებობს ასე, რომ საბოლოოდ მილიარდობით წლის შემდეგ ერთ პატარა პლანეტაზე, ერთი ჩვეულებრივი ვარსკვლავის გარშემო, ერთი ჩვეულებრივი გალაქტიკის კიდეზე რაღაც გაჩნდეს, რაც შეძლოს ყურება უკან, გაგება და აღფრთოვანება. შესაძლოა შეგნება არ არის უბრალოდ შემთხვევითი აქსესუარი, არამედ შესაძლოა ისოა, ის არის ის, რისკენაც სამყარო ყოველთვის მოძრაობდა, ის, რისთვისაც ის არსებობს. ან შესაძლოა არა. შესაძლოა ჩვენ ვართ მხოლოდ შემთხვევა, მოულოდნელი შედეგი უნიშნო კანონების თამაშისა, მცირე აბერაცია უზარმაზარ ცივსეში, რომემაზარ ცივ სივრცეში, რომელსაც არ აქვს მიზანი, მნიშვნელობა ან გაგება. შესაძლოა ჩვენი არსებობა არის უბრალოდ ერთი მეტი პატარა ეპიზოდი უსასრულო მარში ენტროპიისკენ, დროებითი ციმციმი სიცოცხლის, რომელიც მალე ჩაქრება სამუდამოდ. მაგრამ იმის და მიუხედავად თუ რომელია სწორი პასუხი, ერთი რამ რჩება ფაქტად. თქვენ აქ ხართ, ახლა, ამ მომენტში. თქვენ არსებობთ, თქვენ ფიქრობთ, თქვენ გრძნობთ, თქვენ ცდილობთ გაიგოთ. და ამ მცირე მომენტში, ამ მცირე ხნით, რომელიც მოცემულია თქვენთვის, სანამ თერმოდინამიკა არ გაითხოვს თქვენს ორგანიზაციას ქაოსში, თქვენ ხართ ისეთი, რომ შეგიძლიათ იკითხოთ კითხვები, მოიძიოთ პასუხები, შექმნათ მნიშვნელობა და განიცადოთ არტაცება. და ეს საბოლოოდ შესაძლოა არის საკმარისი.
არა იმიტომ, რომ ეს ხსნის საიდუმლოს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის თავად საიდუმლო. თქვენ ხართ ნაწილი სამყაროსი, რომელიც ცდილობს გაიგოს საკუთარი თავი. თქვენ ხართ მეთოდი, რომლითაც კოსმოსი, ცივი, ბნელი, უზარმაზარი უფსკრული ხდება თვითშეგნებული და ეძებს პასუხს კითხვაზე, რატომ არის ის ასე ცივის, საის ასე ცივი, სად დაკარგა სითბო და რატომ არსებობს რაიმე ამ ყველაფერში. და შესაძლოა პასუხი არ არის გარეთ, იქ, უფსკრულში, გალაქტიკებსა და შავხრელებში. შესაძლოა პასუხი არის აქ, თქვენში, ჩემში, ყველა ჩვენში, რომლებიც ვცდილობთ გავიგოთ. შესაძლოა კითხვა და პასუხი არიან ერთი და იგივე. რატომ არის კოსმოსი ასე ცივი? რადგან თქვენ ხართ ასე თბილი. რატომ არის სამყარო მიდრეკილი ქაოსისკენ? რადგან თქვენ ქმნით ორდერს. რატომ გაქრება ყველაფერი ენტროპიაში? რადგან თქვენ ამ მომენტში არსებობთ მის საწინააღმდეგოდ. და თუ ეს ჟღერ შთაგონებამდე თუ საშინლად, ეს დამოკიდებულია თქვენზე. რადგან თქვენ ხართ ერთადერთი, ვინც შეგიძლიათ მოგცეთ მნიშვნელობა ამას. კოსმოსმა არ იცის, რომ ის ცივია. მზემ არ იცის, რომ ის თბილია. მხოლოდ თქვენ იცით. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ განსხვავება, შეაფასოთ ბალანსი და იკითხოთ რატომ. და შესაძლოა ეს კითხვა, ეს უბრალო აქტი, აღიარებისა და გაკვირვებისა, არის ყველაფერი, რაც რეალურად მნიშვნელოვანია. რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა ადამიანობა აქ 1000 წელს, მილიონ წელს, მილიარდ წელს. ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა შეგნება კვლავ არსებობს, როდესაც მზე გაქრება, როდესაც ყველა ვარსკვლავი ჩაქრება, როდესაც სამყარო მიაღწევს ბოლოს თავის საბოლოო ცივ სიმშვიდეს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ახლა ამ მომენტში ეს არსებობს. თქვენ არსებობთ, თქვენ ფიქრობთ, თქვენ იკითხავთ. და ამ კითხვაში, ამ აქტში მოძიებისა და გაკვირვებისა არის რაღაც, რაც აღემატება თერმოდინამიკას, აღემატება ენტროპიას და შესაძლოა აღემატება თუნდაც თავად სიკვდილს. რადგან იდეები არ იციოდებიან, ისინი გადადიან, ისინი გამრავლდებიან, ისინი ცხოვრობენ იმ პირებში, რომლებსაც ისინი ეხებათ. და შესაძლოა ერთ დღეს, შორეულ მომავალში, სხვა არსებები, შესაძლოა ადამიანები, შესაძლოა რაღაც სხვა, იდგნენ სხვა პლანეტაზე, სხვა ვარსკვლავის გარშემო და იკითხონ იგივე კითხვები. და შესაძლოა ისინი გაიხსენებენ ჩვენ, ადრეულ მკვლევარებს, რომლებმაც პირველად გაზომეს კოსმოსის ტემპერატურა, პირველად დაინახეს დიდი აფეთქების ნაშთი გამოსხივება, პირველად გაიგეს, რომ სამყარო არის ასე ცივი, რადგან იგი არის ასე ძველი და ასე დიდი. და შესაძლოა ისინი იკითხებენ იგივე კითხვას, რომელიც თქვენ იკითხეთ დღეს. სად იკარგება მზის სითბო? და შესაძლოა მათ ექნებათ უკეთესი პასუხი ვიდრე ჩვენ. ან შესაძლოა ისინი მიხვდებიან, რომ პასუხი არ იყო არასოდეს გარეთ, არამედ შიგნით, იმ აქტში კითხვისა, იმ აქტში ძიებისა, იმ აქტში ცოცხალი ყოფნისა და აზროვნებისა, ცივ სამყაროში, რომელიც სხვაგვარად არ იზრუნებდა.